დილამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ TV პირველის ეთერი იწყებს დილის ლაივით გახსნას და 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად. მომდევნო 2 საათის განმავლობაში თქვენ ბევრი საინტერესო ამბავი გელოდებათ წინ მოსასმენად და სანახავად. დილამშვიდობის, როგორ მომენატრა ამ სიტყვების თქმა დილის 9 საათზე. ერთი კვირა ჩავიდე, ხო, ერთი შაბათი კვირა. ხო, ერთი შაბათი კვირა ჩამივარდა, ესე იგი, ამ რაღაცა ევროპებში მოგზაურობის და როგორ იყო მოყევი 1-2 სიტყვით? გადასარევი იყო, გარდა იმისა, ერთადერთი რაც დისკომფორტს მიქმნიდა, რომ მართლა ისე მინდოდა აქ ყოფნა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხე თქვენ. რომელ ქვეყანაში იყავი ესეც რო გითხრა? ესპანეთში, მადრიდში, მაყურებელმა იცის, იმიტომ რომ ჩხოს სიუჟეტი გქონდა. კი, არა, უბრალოდ ვისაც შეიძლება და რაღაცნაირად იცი რა, მაინც ვიყავი ჩართული და მაინც თქვენთან ვიყავი და მივხვდი რომ ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ აქაურებას არაფერი არ მერჩენია აი ამ ადგილს, სადაც ჩვენთან ერთად დილამშვიდობისას შაბათ კვირას ვამბობ და თან წინა დღეებში ფუსფუსი მზადება იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებელი იყოს ინფორმირებული თუ რა ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს მიღმაც და ამინდი იყო ფანტასტიკური. ნუ მადრიდი იცი რომ ჩემთვის პირველი ქალაქი არის. კალიფორნიის მერე. ძალიან ბევრი ვიარეთ და მე მგონი თბილისიც მანამდე არის. ნუ თბილისი ახლა თბილისია და თბილის კონკურენტი არ ყავს. კი ბატონო. და სხვათა შორის ევროპაში არავინ არაფერი არ დამაძალა, იდენტობა არ დამაკარგინეს, ესე იგი. და კარგი ისე ხატია შემოგვია ჩამოხვედა. ქართველი ღირსეულად ტრადიციებით ევროპული ღირებულებებით დაგებრუნდი ჩემო პარტიას. კარგია რომ მოასწრე სანამ ვიზა ლიბერალიზაცია გვაქვს და სანამ კიდევ ვიზები დაბრუნდა. კი ბატონო. ხო, მაგრამ ის იცი რა არის, ესეც ანატრებელი არ გახდეს თქო მაგის მეშინია, მაგრამ ცოტა დისკომფორტს გიქმნის, ხო, აქეთ რო რიგში დგახარ რაღაცა other countries რო წერე და აქეთ ევროკავშირის ქვეყნები ისე შრიალში რო გადიან ისე მოვაეგდროთ აუცილებლად. ხო და მე მეშინია ესეც ანატრებელი არ გახდეს ის რიგი თქო, მაგრამ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ყველაზე კარგი არის თქვენთან ჩვენო ძვირფასებო, იმიტომ რომ ხართ ჩვენთან ერთად დილამშვიდობით და იმისთვის რომ ბედნიერი შაბათი გქონდეს და იმისთვის რომ ინფორმირებულები იყოთ და ყველაფერი იცოდეთ რა ხდება არა მარტო აქ იქეთაც, იმიტომ რომ 5-ისკენ მიმყავს ამბები, რა თქმა უნდა იყოთ ჩვენთან ერთად და დილის ლაივის გუნდთან ერთად. ამინდი ახსენე შენ ჩემო ხატია. ამინდი და კარგი ამინდები იყო მადრიდშიო, კი ბატონო და გავიგოთ თბილისში როგორი ამინდია საქართველოში, რეგიონებში და ჩვენს ანა ზაქაშვილს შევეხმიანოთ, რომელიც უთხوار ინფორმაციას გვეუბნება და კომპეტენტური იქნება. როგორი ამინდია, იმიტომ რომ მე რატომღაც მგონია რომ გუშინდელი წვიმის მერე დღეს გადასარევი ამინდი უნდა იყოს. მაგრამ ნახოთ. ანა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჩო ხატია მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. გუშინდელი წვიმის შემდეგ დღეს ნამდვილად გადასარევი ამინდი იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევარში და უფრო საღამოს საათებში სინოპტიკოსები ისევ ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ ჩვენს დედაქალაქში. ახლა კი გადავიდეთ რეგიონებზე და გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს. დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დილის საათებში კი ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +8-დან +13 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +13-18 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +5-დან +10 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +12-17 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის. ნავარაუდები უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექი, ზოგან კი ძლიერი სეტყვაც არის ნავარაუდები. დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +8-დან +13 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +18-23 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +4-დან +9 გრადუსამდე დათბება, დღისით +14-19 გრადუსი იქნება. სოხუმში დღეს 16 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ხანმოკლე წვიმა არის აქ ნავარაუდები, ზუგდიდში კი ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დათბება. 19 გრადუსი და
ასევე ხანმოკლე წვიმარის ნავარაუდები დღეს ფოთში, ოზურგეთში 16 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა. ასევე 16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღეს ქობულეთში, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აქაც სინოპტიკოსები, ბათუმში კი 17 გრადუსი და ასევე ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები. ახალციხეშიც 17 გრადუსს ელოდებიან დღეს სინოპტიკოსები, ქუთაისში კი 18 გრადუსი არის ნავარაუდები და აქაც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. მესტიაში დღეს ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე დათბება, რაც შეეხება ამბროლაურს, ამბროლაურში 15 გრადუსი არის ნავარაუდები და ხანმოკლე წვიმა არის აქაც მოსალოდნელი. დღეს ცხინვალში 17 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, გორში 19 გრადუსს ელოდებიან, ხოლო თელავში 22 გრადუსი, ასევე ხანმოკლე წვიმა არის მოსალოდნელი. რუსთავში დღეს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება, აქაც დღის მეორე ნახევარში და უფრო სავარაუდებელი არის, რომ საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა არის მოსალოდნელი, რაც შეეხება თბილისს, იდეალური ამინდი გათენდა ჩვენს დედაქალაქში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 21 გრადუსს მიაღწევს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, საღამოს საათებში მოსალოდნელი არის ხანმოკლე წვიმა. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შაბათს, მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ხვალდილამდე და ხვალ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ანა, ბედნიერ დღეს გისურვებთ, ჩემო კარგო და გელოდებით ხვალ რა თქმა უნდა, თუმცა ანას ძალიან საინტერესო სიუჟეტიც აქ მინდა გითხრა. ესე იგი, ჩემმა პროგნოზმა გაამართლა გადასარევი ამინდენ, ხანმოკლე წვიმაც საჭირო არის, იმიტომ რომ ხო იცი როგორ ხდება ხოლმე დედაქალაქში უცებ ძალიან დაცხება და ეს წვიმა ასუფთავებს და რაღაცნაირად აგრება. რა თქმა უნდა. ჩხაპუნა წვიმას მაისის წვიმას ვარაფერი სჯობიაო. კი, და იცი რა მიყვარს აი წვიმის მერე რაღაცნაირი სუნი რო დგას ხოლმე სასიამოვნო გაზაფხულზე. ხო, კი, მეც მიყვარს ეგ. შეიქცენი ეგ გუშინ, მაგრამ გუშინ ისეთი წვიმა იყო რომ მე მგონი გუშინ ნამეტანი მოუვიდა საღამოს და მაგრამ კარგია, დაიხარჯა ეს წვიმა გუშინ. ნახოთ რამდენად დაიხარჯა და დღეს როგორ. დღეს მხოლოდ ხანმოკლე იქნება ანამ. კი ბატონო, იყოს ხანმოკლე. ბაჩო, იცი რა არის? მე სულ ერთი კვირით წავედი. ხო. აგერ ერთი შაბათი კვირა არ ვიყავი და მატება გვაქვს დილის ლაივის გუნდში. კი ბატონო. დამხვდით ესე იგი ერთი ულამაზესი ქალბატონი. პრინცესის. კი ბატონო, ჩვენს მარიამს მივულოცოთ. შეეძინა ქალიშვილი. და უსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარგ ქვეყანაში ცხოვრებას და ეამაყოს ჩვენს მარიამს და ბახოს თავისი ნაშიერით და ბედნიერები ყოფილიყვნენ სულ ყველა. რა თქმა უნდა, უერთდები ბაჩოს მილოცვას, კირა კანდელაკის მოვლინებას ულოცავ მარიამ როინიშვილს და ვახავ კანდელაკს და რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს, იმიტომ რომ მარიამი ჩვენი გუნდის წევრია და ეს ყველას ნანატრი საყვარელი პატარა გოგონაა და მართლაც რომ ეცხოვრო ზუსტად იმ ქვეყანაში, როგორშიც უნდათ რომ იცხოვრო მარიამმა, ვახომ და ყველამ ჩვენ დანარჩენებმა ესე იგი ღირსეულ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ რომ ცოტა რომ წამოიჩიტება და ცოტა რომ წამოიზრდება ჩვენს კირას, ჩვენს ვიხილავთ ესე იგი ჯერ ჩვენ ვიხილავთ სანახავად და მე უკვე ჩვენი მაყურებელი იხილავთ სტუდიაში არა? აბარა. ესე იგი ბაჩო, კაი ამბები დაიწყე, კაი რა იყო არ ვიცი, მაგრამ კარგი ამბები დავიწყე. მზიანი დღე გველის და მზიან დღეს იმისთვის რომ ვიყოთ ლამაზები და ვიყოთ ჯანმრთელები, აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი მზის მავნე გამოსხივებისგან და ვინ მოგყვება ამას ყველაზე კარგად თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი UVA, UVB. თაკუ აკეთებს კარგად ხოლმე საზინა და მისი რუბრიკა Beauty Line და შესაბამისად მოდი ვნახოთ რას გვიმზადებს და რა რჩევებს გვაძლევს დღეს თაკუ საზინა Beauty Line-ში. თაკო, გისმენთ. რუბრიკის სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის Beauty Line თაკო საზინასთან ერთად და დღეს დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით. დღეს უნდა ვისაუბროთ მზის გადამცავებზე, რაც უკვე ძალიან თემატურია ვფიქრობ, იმიტომ რომ ნელ-ნელა მზის სხივები აქტიურდება, მოდის კარგი ამინდები, ბუნებრივი რუჯის სეზონი და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რომ დავიცვათ მაქსიმალურად თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან და ასევე მივიღოთ უსაფრთხო რუჯი. მე აქ მოვიმარაგე საკმაოდ ბევრი მზისგან დამცავი და მინდა ცალ-ცალკე განვიხილო ისინი კონსისტენციის მიხედვით, ასევე თვისებების მიხედვით, იმისთვის რომ დღევანდელი რუბრიკა დაგეხმაროთ თქვენთვის ყველაზე საჭირო მზისგან დამცავი შეარჩიოთ. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ სახის მზისგან დამცავებით.
და ორი კრემოვანი მზისგან დამცავი მაქვს აქ. ეს არის მიზონის მზისგან დამცავი და ეს არის Village-ის მზისგან დამცავი. Village-ის მზისგან დამცავი არის SPF 50 ფილტრით, რაც იმას გულისხმობს, რომ აქვს მაქსიმალური დაცვა, ხოლო მიზონის მზისგან დამცავით ასევე არის SPF 50 ფილტრით, უბრალოდ კონსისტენციით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან. მაგალითად, Village-ის მზისგან დამცავი არის უფრო ფლუიდის ტექსტურის და შესაბამისად აქვს უფრო თხელი და მსუბუქი კონსისტენცია და შესაბამისად მოგეწონებათ მათ, ვისაც მოგწონთ უფრო მსუბუქი კონსისტენციის კრემები და არ გიყვართ კანზე სიმძიმე, აქვე მინდა გადავინაწილო ხელზე და ვნახოთ თეთრ კვალს ტოვებს თუ არა და როგორც ხედავთ, თეთრ კვალს საერთოდ არ ტოვებს. ეს მზისგან დამცავებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ თეთრ კვალს ტოვებს არის ძალიან არაკომფორტული, ესე იგი არის ძალიან მძიმე და ასევე მაკიაჟსაც რომ გაიკეთებთ ძალიან ეტყობა ხოლმე. ამიტომ დღეს ყველა მზისგან დამცავს დავტესტავ სწორედ ამ გამოცდის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კრემი, სქელი კონსისტენცია არც ამას აქვს. როგორც ხედავთ, შედარებით უფრო სქელია ვიდრე Village, თუმცა თეთრ კვალს არც ეს მზისგან დამცავი არ ტოვებს. აქვს ცოტა ცხიმიანი ტექსტურა, შესაბამისად მოგეწონებათ მათ, ვისაც გაქვთ უფრო მშრალი კანი. რაც შეეხება სუნს, სუნი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიცავს ზედმეტ ეთერზეთებს ან არომატიზატორებს. ეხლა გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ სტიკ მზისგან დამცავებზე, რომელიც გამოიყენება სახისთვის. მე აქ მაქვს 3 სტიკ მზისგან დამცავი. პირველი არის მიზონის, რომელსაც აქვს SPF 50 ფილტრი. შემდეგი არის ესვიარი და შემდეგი არის კოდარი. პირველ რიგში მინდა დააკვირდეთ, ესეთი მომრგვალებული ფორმა აქვს და შესაბამისად გამოსაყენებლად წესით უნდა იყოს ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ აი ეს მომრგვალებული ფორმა ძალიან კარგად მოსდევს სახის ოვალს. როგორც ხედავთ, თეთრი კვალი არ აქვს ამ მზისგან დამცავს. რაც შეეხება კონსისტენციას, შედარებით უფრო სქელი კონსისტენცია აქვს, ვიდრე მაგალითად კრემს და არ არის ძალიან ბზინვარე, ანუ ცოტა მატი ეფექტი აქვს. ანუ ვისაც მოგწონთ შედარებით მატი ეფექტი, მოგეწონებათ ეს მიზონის მზისგან დამცავი. მოდით ახლა დავტესტოთ შემდეგი. და შემდეგი არის SVR-ის მზისგან დამცავი. ესეც არის SPF 50 ფილტრით. რაც შეეხება SVR-ს, არის აი ასეთი გამჭვირვალე, ნახეთ? საერთოდ არ აქვს თეთრი კვალი და აი უკვე ამას აქვს შედარებით უფრო ცხიმიანი კონსისტენცია. აი მაგალითად ალბათ ჩემს კანზე უფრო კომფორტული იქნება SVR-ი, იმიტომ რომ მშრალი კანი მაქვს და ცხიმიანი ტექსტურის მზისგან დამცავები უფრო მომწონს ხოლმე. და ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ აი საერთოდ არ არის, აი ფაქტობრივად გამჭვირვალეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ მაკიაჟის დროს. და მესამე სტიკი მზისგან დამცავი არის კოდალის, ასევე SPF 50 ფილტრით და მინდა ამის კონსისტენციაც გაჩვენოთ. როგორც ხედავთ, აქვს მოყვითალო ფერი, თუმცა კანზე არის სრულიად გამჭვირვალე. ნახეთ? და ამ მზისგან დამცავის უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თვალზე, ასევე ტუჩებზეც. აი ესე. იმიტომ რომ რუჯის მიღების დროს აუცილებელია ტუჩებიც დავიცვათ მზისგან. არ ვიცი დაკვირებული ხართ თუ არა, მაგრამ ძალიან სკდება ხოლმე ტუჩები, როდესაც ვიღებთ რუჯს და არ ვიცავთ მზისგან. გადავიდეთ ტანის მზისგან დამცავებზე. პირველი არის SVR-ის მზისგან დამცავი, რომელიც მხოლოდ ტანზე არ არის რეკომენდებული, შეგიძლიათ სახეზეც გამოიყენოთ, თუმცა თავისი შეფუთვიდან გამომდინარე, უფრო ტანისთვის არის კომფორტული. იმიტომ რომ არის დიდი, დიდ ხანს ძლებს. ესეც არის SPF 50 ფილტრით, შესაბამისად აქვს მაქსიმალური დაცვა და მისი კონსისტენცია არის საკმაოდ თხელი. ეხლა ხელზეც გადმოვიტან და გაჩვენებთ. აი ესეთი სპრეის სახით გადმოდის და არის ძალიან თხელი. თხელი სტრუქტურა არის კარგი იმიტომ, რომ მარტივად გადანაწილდება დიდ არეალზე, ტანზე მაგალითად.
ზოგადად ტანის მზის განდამცავი რომ იყოს სქელი კონსისტენციის ძალიან არაკომფორტული იქნებოდა მისი გადანაწილება, ამიტომ როდესაც შეარჩევთ ტანისთვის მზის განდამცავს, გირჩევთ რომ აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება კონსისტენციას. ხოლო მეორე მზის განდამცავი ტანისთვის ეს არის მარტიდერმის, რომელსაც აქვს საერთოდ თხევადი კონსისტენცია და აქვე მინდა მიაქციოთ ყურადღება ორფაზიანი არის, გამოყენებამდე აუცილებლად უნდა შევანჯღრიოთ და ისე დავიტანოთ. სხვადასხვა აი ამ მზის განდამცავით შეძლებთ რომ ცოტა რუჯიც მიიღოთ, იმიტომ რომ ეს არის SPF 30 ფილტრით, შესაბამისად მაქსიმალური დაცვა არ აქვს, მაგრამ აი ეს მზის განდამცავი გამოგვადგება იმ შემთხვევაში, როცა გვინდა რომ თან ცოტა რუჯი მივიღოთ, თუმცა ოდნავ დავიცვათ კიდეც თავი მზისგან, რომ არ დავიცვათ. აი ასეთი სპრეის სახით შეგვიძლია დავიტანოთ და შემდეგ გადავინაწილოთ. ამ მზის განდამცავს აქვს ცოტა ცხიმიანი ტექსტურა, შესაბამისად ძალიან მარტივად ნაწილდება კანზე და სხვადასხვა ძალიან დამირბილა ამავდროულად კანი. და ბოლოს არ შემიძლია მზის განდამცავების საუბრისას არ აღვნიშნო აი ამ ორ პროდუქტზე, რომელიც არის BB კრემი, ეს არის მიშას BB კრემი, რომელიც შეიცავს SPF 42 ფილტრს, ხოლო ეს არის მიზონის BB კრემი, რომელიც შეიცავს SPF 30 ფილტრს. აი ეს პროდუქტები გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როდესაც გინდათ რომ თან მაკიაჟი გაიკეთოთ და თან დაიცვათ თავი მზისგან. ორივეს აქვს საკმაოდ ნორმალური დაფარვა. მინდა რომ ერთ-ერთი დღეს თქვენთან ერთად დავტესტო და ვნახოთ რამდენად კარგად დაფარავს ჩემს ნაკლოვანებებს. საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს ხოთაშორის ამ BB კრემს. და აი სახის ერთ ნაწილზე წავისვამ ამ BB კრემს და შემდეგ შევადაროთ როგორი დაფარვა აქვს. ხოთაშორის მეც ხშირად მიმართავ ხოლმე ამ ხერხს, როდესაც არ მინდა რომ ძალიან დავტვირთო კანი, პირდაპირ ვისვამ BB კრემს მზისგან დამცავი ფილტრით და ცალკე მზისგან დამცავს აღარ ვიყენებ. აი ეს. უკვე წავივსვით ნახევარსახეზე და როგორც ხედავთ, ჩემი მსუბუქი ნაკლოვანებები დაფარა და ეხლა გადავისვამ მთლიან სახეზეც. აი ესე გამოიყურება ჩემი კანი მიზონის BB კრემთან და რუჯთან ერთად. ასეთი იყო ჩემი დღევანდელი რუბრიკა. იმედი მაქვს დაგეხმარებათ, რომ სწორად შეარჩიოთ მზის განდამცავი, ზუსტად ის მზის განდამცავი, რომელიც ყველაზე მეტად ესაჭიროება თქვენს კანს. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დიდი მადლობა ჩვენს თაკოს. ჩაბები მივიღეთ და რა მნიშვნელობანი თან იცი შეჩვით რა მნიშვნელობანია ბაჩო. რო ხარ უთეთრესი და უფითქინესი. აუცილებლად უნდა დაიცვა თავი მზის მამლის ხილებისგან, რომ სულ ესეთი სიმპათიური იყო. ხო, რა მაინც ძალიან დიდი მადლობა ამ ქათინაურებისთვის, ჩემო ხატია და მე მგონია რომ ეხლა ტოპ 5 ჩვენ უმნიშვნელოვანესი ამბავია, რომელიც ჩვენ მახატია მოგვიმზადა და რაღაც დაგიმალოთ და მე ძალიან დიდი ინტერესით ვეღოდები ხოლმე. ასე რომ აგერ ბურთი და აგერ მოედანი და აგერ მაყურებელი და აგერ მემსმენელი და მაყურებელი და გაგვანათლე ერთი რა ხდება ამ ტოპ 5 ამბავი. აი რაღაცნაირად სიცარიელეს გრძნობდი, ხო ის ტოპ 5 რო არ გქონდა და არის ფაქტიურად დავბოდიალობ цаრიელი. გზარეული ხო? ნახე მე ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ავინაზღავროთ წინა კვირაც და ეხლანდელი და ამ ტოპ 5-ში მოვაქციე ის უსაინტერესო ეს ამბები, რომელიც გაინტერესებს. აბა გამოუშვი. ხო და დავიწყოთ ესე იგი ძალიან საინტერესო ამბით. მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი შანელის კრუიზ კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდნენ, ჩემო ბაჭო, არც მეტი არც ნაკლები, რომელიც ულამაზეს კომოს ტბაზე გაიმართა. მოდის სახლის კრუიზ კოლექცია წარმოადგინა ბრენდის დიზაინერების გუნდმა, ხოლო ჩვენებაზე გამოსულ მოდელებს შორის იყო ორი ქართველი ტოპ მოდელი. ჩვენი მართლაც სასახელო, ულამაზესი მატილდა გვარლიანი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, რომელმაც წინა წელს ნამდვილად ისტორია დაწერა თავისი catwalk-ით ვიქტორიას სიქრეტის ჩვენებაზე და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი, ორი სვანური წარმოშობის ულამაზესი ქართველი გოგონა, თავიანთი შარმით და სილამაზით, ამჯერად ჩვენმა გოგონებმა კი უკვე შანელის პოდიუმზე გამოიბრწყინეს ნამდვილად.
ნასტასია გახლავთ ცნობილი რეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილიშვილი. ის არაერთხელ გამოჩენილა ჰარპერ ბაზარის გარეკანზე და არაერთხელ უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა ალაია, ქლოე და სკიაპარელი და კიდევ ბევრი ძალიან სხვა ცნობილი ბრენდი. ვილა დესტეზე ნამდვილად შთამბეჭდავი შოუ ჩაატარა შანელის მოდის სახლმა და კადრებში ვხედავთ კიდევაც ამ სილამაზეს და ვხედავთ ჩვენს გოგონებს, რა თქმა უნდა. მოწვეულ სტუმრებში, რა თქმა უნდა, ბევრი ცნობილი სახე იყო, მათ შორის კირა ნაიტლი, რომელიც ასევე შანელის სახეა, ფერნანდო ტორესი, ლუპიტა ნიონგო და ასევე სოფია კოპოლა თავის ძმასთან ერთად და ბევრი გამოჩენილი სახე. შანელის ახალი კრეატიული დირექტორის მაცია ბლაზის დებიუტი კი შემოდგომაზე იკეკებება და რა თქმა უნდა მას სულ მოუთმალა თველით მის დებიუტს. აი როგორი ლამაზია კირა ნაიტლი შანელებში, მოდი ასე ვთქვათ. ქართული ამბით რა ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენს ტოპ 5-ს და გერმანიაში გამართულ Go East-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო ტატო კოტეტიშვილის ფილმმა წმინდა ელექტროენერგია. გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამოვლინდნენ ფესტივალის გამარჯვებულები და როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიებში. ტატო კოტეტიშვილის წმინდა ელექტროენერგია სადებიუტო მხატვრული ფილმია, რომელიც ასევე დაჯილდოვდა ოქროს ლეოპარდით. ლოკარნოს კინოფესტივალზე იტალიაში, სადაც მისი კინოპრემიერა გაიმართა. ასე რომ ბედნიერები ვართ და მოვუწევთ გამარჯვებას. გადავიდეთ ახლა იქეთ. ოკეანის მიღმა ნიუ-იორკისკენ, ჩემო ბაჩო. რამოდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში პედრო ალმოდოვარის გადაეცა ჩაპლინის ჯილდო. თავის სამადლობელ სიტყვაში რეჟისორმა აღნიშნა, რომ ამერიკაში ჩასვლამდე იგი რაღაცნაირად ორჭოფობდა. ფიქრობდი, რამდენად მართებული იქნებოდა ვიზიტი იმ ქვეყანაში, რომლის ნარცისი მმართველი ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემსო. ალმოდოვარმა თავის შემოქმედებაში ძალიან ხშირად ეხება LGBT საკითხებს სამადლობელ სიტყვაში ტრამპის ტრანსფობიურ რიტორიკაზე ყურადღება გაამახვილა, როგორც ხედავთ და გაიხსენა ფრანკოს დიქტატურის ქვეშ გატარებული ბავშვობა და თქვა, რომ ის იმ პერიოდში ფილმები მისთვის თავშესაფრად იქცა. მოგვიანებით კი გვიანდელი 70-იანი წლებიდან, როცა ესპანეთში ფაშისტური რეჟიმი დაემხო, თავადაც მიეცა ფილმების გადაღების საშუალება. ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში პედრო ალმოდოვარმა უსაზღრო წარმატებას მიაღწია. რეჟისორის სახელზე ოსკარი, 2 ოქროს გლობუსი და კიდევ არაერთი პრესტიჟული ჯილდოა, მათ შორის გოიაც, რომელიც ძალიან პოპულარულია სხვა შორის ესპანეთში და ძალიან ღირსეული სიტყვა თქვა პედრო ალმოდოვარმა და ალბათ ამ რეალობაში აქ საერთოდ არ ჯამოვა, ხო? ამ კუთხით. მე ვუდგებით სამწუხაროდ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და არა მარტო პედრო ალმოდოვარი, არამედ მთელი მსოფლიოს კიტები, კინო იქნება თუ თეატრი, აუცილებლად მოიყრიან ერთხელაც საქართველოში თავს. ეხლა რა ვიდეოც უნდა გაჩვენოთ, შემოძვირფასებო, მე პირადად გამაოცა და დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩოც გაოცდება, რადგან ნამდვილად არ გვეგონა ბაჩომ არ იცის, მაგრამ მე ხარ რომ მოისმენს, მიხვდება რომ არც მას არ ეგონა, ამდენი წელი თუ გავიდა და ნახეთ როგორი გოგო დადგა Blue Ivy. ზუსტად მახსოვს ის კონცერტი, როცა ბიონსე გამოვიდა და თავისი ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს სცენიდან ამცნო. თურმე 13 წელი გასულა. დედის გვერდით Blue Ivy დიდ სცენაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვიხილეთ, როცა ბიონსე რენესანსის ტურს ატარებდა. რამდენიმე კონცერტზე ბლუზ ღელვა ეტყობოდა, თუმცა ტურის ბოლოსკენ უკვე სრულიად პროფესიონალურად ასრულებდა ბიონსეს სახელგანთქმულ რთულ ცეკვის ილეთებს, რომელსაც მსოფლიოში ძალიან ბევრი გოგონა ცდილობს ხოლმე რომ გაიმეოროს. ხედავ ნიჭი რა შვება, ჩემო ბაჩო, კვიცი გვარზე ხტის. ნუ, ფაქტიურად.
და 13 წელიც გასულა ამასობაში, ხო გავაგნდი? არ შოქში ხარ. 13 წელი უკვე. 13 წელი და ბავშვი უკვე სცენაზეა, ვარსკვლავია დედასთან ერთად. და ბოლოს როტერდამის მუზეუმში ბავშვმა შემთხვევით 56 მილიონად შეფასებული ნახატი დააზიანა. ამჟამად ნახატი რესტავრაციას გადის. საუბარია მარკ როთკოს 1960 წლის ნამუშევარზე, სახელად ნაცრისფერი ნარინჯისფერი მუქწითელზე ნომერი 8. რომელსაც ხილული ნაკაწრები აღენიშნება საღებავის ქვედა ლაქის გარეშე დარჩენილ ფენაზე. პატარა ბავშვი მას ხელით შეეხო მუზეუმში ვიზიტისას და ბავშვმა, რომელიც მუზეუმის წარმომადგენელთა ინფორმაციით 5 წლისაც არ არის ჯერ, ტილოსთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა და ის შემთხვევით დაზიანდა სამწუხაროდ. ნახატი მაშინვე ჩამოხსნეს საგამოფენო სივრციდან და მუზეუმის აღდგენით ლაბორატორიაში გადაიტანეს. დარწმუნებულა რომ ნახატი ბოლომდე სრულად აღდგება და ის დაზიანებაც უყალოდ ჩაივლის ნამდვილად, რომელიც ბავშვმა ასე თავის და უნებურად გაემართა. პატარას, რომელიც ჯერ 5 წლისაც არ არის. აი 13 წლის რომ ყოფილიყო. ბლუ აირივით. აირივით, ეგ არ დაემართებოდა ნამდვილად. მადლობა, ჩემო ხატია, მადლობა ამ საინტერესო ამბებისთვის. კმაყოფილი ხარ. კი. და მე ვფიქრობ, რომ არა ნაკლებ საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ უფრო აქტუალურ საკითხზე გადავდივართ. ეხლა რომელზეც ჩვენი ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე იქნება და ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომელიც ძალიან საინტერესოა. ანუ მოზარდი, მისი ფსიქოლოგია, გამოწვევები გარდატეხის ასაკში, როგორ უნდა მივუდგეთ და რა დოზით ვაზავებთ სიმკაცრეს რაღაცნაირად ბრჭყალებში გაგებით მოკიდებასთან. ამ თემაზე ვისაუბრებთ ირმასთან ერთად, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მშობლებისთვის და არა მარტო მშობლებისთვის, მოზარდებისთვისაც. ირმა, დილამშვიდობის. მეც მომენატრე და ერთი სული მქონდა, როდის ვისაუბრებდით. დღეს ძალიან სათუთი და მნიშვნელოვანი თემა მოგიმზადეთ მოზარდობა, რომელიც ფაქტობრივად ყველაზე მოწყვლადობას და ყველაზე დიდ ძალასთან კონტაქტს ერთად იტევს საკუთარ თავში და ამითი ის არის ყველაზე დიდად ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ყურადსაღები თემა, ხო? განსაკუთრებით მშობლებისთვის ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ყველაზე დიდი ემოციური ჩართულობა სჭირდება და ყველაზე ნაკლებად შეუძლია ხოლმე მშობლებს იყვნენ ისეთი მხარდამჭერები მოზარდისთვის, როგორიც მას სჭირდებათ, ანუ ეკოლოგიური, ხო? ძალიან რთულია და არ არის ესეთი გამზადებული რეცეპტები, როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? აი თუ თქვათ რაღაცა და როდესაც ბავშვი იწყებს განვითარებას და დაიბადა და მაშინ ესეთი რაღაცა უფრო მეტად მზა რეცეპტი გვაქვს, რომ რაღაც 3 საათში ერთხელ ყვება სჭირდება, ჩახუტება, ალერსი, სითბო და ასე შემდეგ. მოზარდობა არის ის ეტაპი ფსიქოლოგიის განვითარების, როდესაც ფაქტობრივად ცდა-შეცდომის პრინციპით მიდის მშობელი, იმიტომ რომ ყველა მოზარდი უნიკალურია, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი, მაგრამ მოზარდობაშიც გამოცდილებას უზიარებ და სწორედ ეს მინდა ის ძირითადი მახასიათებლები და საყრდენი წერტილები მინდა დღეს გაჟღერდეს, რაზეც შეიძლება დაეყრდნოს თვითონ მშობელიც ამ დიდი გამოწვევის წინაშე, იმიტომ რომ ფაქტობრივად მოზარდობა არის პერიოდი, ხიდი, როდესაც ადამიანი გადადის ერთი რაღაცა ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან ინიციაცია გადადის დასრულებაში და ჩვენ აღვიქვამთ, რომ რაღაცა სად არის მისდამი დამოკიდებულების ზღვარი როგორც პატარის მიმართ და სად უნდა რაღაცნაირად გავუშვათ ის როგორც დასრულ ცხოვრებაში, ხო, აი აქ ძალიან დიდი კითხვითი ნიშანი ჩანს, ჩნდება მშობლის რაღაცა ცნობიერში და ამ დროს მოზარდობა არის ის ეტაპი, სადაც ადამიანი საკუთარ თავს რაღაცა ნაწილებისგან აწყობს, ჯერ შლის მთელ იმ კონსტრუქციას, რომელსაც თავაზობს მშობელი, ეს დაშლა აუცილებელია იმისთვის, რომ მე საკუთარი ააღწოს, მაგრამ სანამ დაშლილ მდგომარეობაშია, ფაქტობრივად აი ორმაგ ტურბულენციაში არის ხოლმე. შესაბამისად ძალიან ბევრი ემოციური კომპონენტია, იქნება ეს მშობლისგან ბრაზი, შიში, ფოთი, ამ დროს ამას მოზარდი პასუხობს ან იზოლაციით, ან თვითგვემით ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხო ჩვენ შემთხვევები, როდესაც მოზარდს აქვს რაღაცა ძალიან დესტრუქციული ქმედება და მოკლედ ყველაფერი ეს ძალიან დიდ საგონებელში აგდებს ხოლმე მშობელს.
სანამ კიდევ გავაგრძელებ ამ თემას, მე თქვენ ორივეს გაქვთ მოზარდებთან გამოცდილების, თანაცხოვრების გამოცდილება და აი რა იყო ყველაზე რთული, მაგალითად ხატია შენთვის, ხო? აი თუ რაღაცა უმტკივნეულოდ გაიარა ამ პერიოდში. იცი, რაღაცას განსაკუთრებული სირთულეები მე არ მახსენდება. არ ვიცი, ჩემი შემთხვევა იყო ესე თუ ზოგადად ამობენ, რომ დედებს გოგოების მოზარდობასთან ურთიერთობა უფრო უჭირთ ხოლმე დედისთვის უფრო რაღაცნაირი მტკივნეულია და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულია, იმიტომ რომ რაღაცა გოგოები კიდე სხვანაირები არიან, თურმე რომ აი შენ არ იცი, მე უფრო ვიცი და შენ მოძველებული ხარ, მე ვიცი ყველაფერი. ბიჭებმაც იციან ეგ კარგად. ნუ ხა ნიკუშა ბიჭია და რაღაცნაირად შვიდად გავიარეთ ეს პერიოდი, ნუ იყო რა თქმა უნდა ეს სირთულეები, რომ აი ეს ისედაც ესია, ხა თაობები ხო ისედაც განსხვავდებით და მე რატომღაც მგონია რომ მოზარდებით, აი მე კი ვთქვი რომ ჩვენ მშობლები უზიარებთ ერთმანეთს, მაგრამ თვითონ თაობებშიც მოზარდობის პერიოდები ძალიან განსხვავებულია. აი ჩვენ სხვანაირი მოზარდები ვიყავით, ჩემი შვილი სხვანაირი იყო, თუმცა პროცესები ერთი და იგივეა. ხო, მაგრამ რაღაცა ბავშვებით ძალიან განსხვავდებიან, მგონია მაინც. კი. შენ ხო არ გაქვს რაიმე ისეთი? მე რა ვიცი, ხა ჩემ შემთხვევაში ანუ შვილები ეხლა ზოგმა გაიარა, ან ბოლომდე არ გაიარა ეგ პროცესი, ხა 21-ში გახდა 18 წლის უკვე სრულწლოვანი. ჩემი პირველი ქალიშვილი, მეორეც 17-ის გახდება და ის არის, რაც შეეხება აი რაღაცა გოგოს და ბიჭის შემთხვევაში, ალბათ დაგეთანხმები იმ გაგებით, რომ ის პრობლემები ან ის მდგომარეობები, რომელიც შენ გქონდა და ასე ვთქვათ დედას გოგოსთან, იმიტომ რომ შენ სხვანაირად იზავდი და სხვანაირად ქენი რაღაც და მას შენი გამოცდილება სხვა არის. შენი გამოცდილება სხვა არის მოზარდობის, რაც შენ თქვი და მის დროში და თვითონ შეიძლება ანუ ეს რაღაცა თანხვედრა არ ხდებოდეს და ამიტომაც გაქვს რაღაც შფოთი, რომ შეიძლება რაღაც არასწორ იმას გადიოდეს. ამ შემთხვევაში მე ანუ გოგოს მიმართებაში, გოგოებთან მიმართებაში შეიძლება არ მქონდეს და არ ვიცოდე აი გამოცდილება რას გულისხმობს, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, იმას დავეთანხმები, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველა ერთ პროცესს გავდივართ, ის რაღაცა მიკუთვნებულობა კი არა და რაღაცა ის მიჯაჭვულობა, რომელიც არსებობს პატარა ასაკში, ის უნდა რაღაცნაირად დაიშალოს, მე უნდა აეწყოს, არ იცი რაზე აეწყოს, რა არის ღირებულებები, შენი ღირებულებები, მისი ხო, როგორია, ასე შემდეგ და ეს რაღაცა მეგობარი ჩნდება, რომელიც მიბაძო ან პედაგოგი სხვა შენზე მნიშვნელოვანია. ხო, რომელიც კი ბატონო და რაღაცა პედაგოგი, მასწავლებელი, რაღაცა სფერო და ასე შემდეგ და ყველაფერი გარედან ასე ვთქვათ მოწებებული რაღაცებს იძრობ თითქოს, მაგრამ ისევ გარედან იწებებ და ახალს გარედან. მაგრამ მე არის ალბათ კიდევ ის პროცესი, რომელიც უკვე ალბათ გარდატეხს ასე კიდევ უფრო ალბათ ეგ სხვა თემაა, მაგრამ მე უკვე ამ გარედან მოწებებულს კიდე თავიდან იხსნი და ეს განვითარების პროცესი, კი ბატონო, სხვათა შორის ორიომ ძალიან ზუსტად დაახასიათეთ ის გამოწვევა, როდესაც ჩვენ არ შევდივართ შვილთან კონკურენციაში, სქესობრივ კონკურენციაში და მას რაღაცა უფრო თუმცა არის ესეთი იდეა, როცა რა ასაკშიც ჩვენთვის იყო ყველაზე რთული პროცესი, ზუსტად იმ ასაკში ჩვენ გვაქვს რაღაც დეფიციტურობის განცდა და იქ ვერ ვართ ისეთი მხარდამჭერი მშობელი იმ ასაკში ჩვენი შვილისთვის, როგორც მას ჭირდება რომ ვიყოთ. და ნახე, ჩვენ თუ მაგალითად 13 წლის ასაკში რაღაცა ტრამვული გამოცდილება გქონდა, ან ეს ჩვენ გოგოობასთან კონტაქტი, ან რაღაცა მასკულინურობასთან კონტაქტი, ზუსტად ეს რაც ჩემთვის, ჩემ ასაკობრივ განვითარებაში იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, იმ ასაკში მყოფი შვილის ეკოლოგიური მხარდამჭერი, თუ ეს გაცნობიერებული არ მაქვს, ვერ ვარ. შესაბამისად, იგივეა სქესთან, რაც თქვენ თქვით ახლა, იგივეა სქესთან მიმართებაშიც და იგივეა იმ მოკლედ რა გამოწვევების წინაშე რა გამოწვევაც მე ჩვენ თვითონ რა გამოწვევაც მე დამასუსტა ესე ვთქვათ ჩემი განვითარების პარალელურად იმ გამოწვევაში ეკოლოგიური მხარდამჭერი თუ მე ეს ტრამვა არ მაქვს რაღაცნაირად ინტეგრირებული და გადამუშავებული ვერ ვარ და აქ შევდივარ რაღაცნაირ დისკომფორტში და რაც თქვენ თქვით ახლა
ესეთი პატარა ისტორიასავით მინდა მოვყვა ირვინ იალომი არის ადამიანი, რომელიც გადარჩა კონცლაგერში და მას ჰქონდა ესეთი თავის ერთ-ერთ ლექციაში ერთ-ერთი იდეა, რომ იდეა რა პირდაპირ მოყვა, რომ უნდოდა თვითმფრინავის მართვის სწავლა დასრულ ასაკში და ესე ანუ თვითონ ყვება, რომ ამ ინსტრუქტორმა მომიყვა როგორ მუშაობს თვითმფრინავის ესე ვთქვათ ფრენის პროცესი და თქვაო, რომ A პუნქტიდან B პუნქტში, როდესაც მიფრინავს თვითმფრინავი, თუ მასზე ძალიან დიდი ჩრდილოეთის ტურბულენცია მოქმედებს, ანუ ის გარემო ზეწოლა, მაშინ B პუნქტის ნაცვლად უფრო დაბლა წავა თვითმფრინავი და ეს ეწოლა მას ესე ვთქვათ გზას ააცდენს. ამიტომ არის ეგეთი ხრიკი თურმე რეალურ ავიაციაში, რომ თუ მე A პუნქტიდან B პუნქტში მინდა რაღაცნაირად მისვლა გეზი უნდა აიღოს ოდნავ მაღლა, ვიდრე B პუნქტია. ამ გარემო ტურბულენტობის გათვალისწინებით. ანუ და მე ამას ამბობს მოზარდებზე. ანუ ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ დამოკიდებულება გავს აი ამ ტურბულენციას. თუ ჩვენ გვინდა რომ ადამიანს მივცეთ მისი პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა, მის მიმართ იმაზე მეტი მისი პოტენციალი უნდა დავინახოთ, ანუ იმაზე უკეთესად უნდა ვხედავდეთ, ვიდრე ის რეალურად ახლა არის. ანუ ნახეთ, ხანდახან მშობლებს გვიჭირს მოზარდის დესტრუქციული ქცევის მიღმა, მისი რეალური პოტენციალის დანახვა. ამიტომ ჩვენ მასზე იმხელა ზეწოლას ვახდენთ ამ დროს გამოსწორების იდეით, რომ მოზარდს მისი ბუნებრივი პოტენციალის გამოვლენის მხარდაჭერის ნაცვლად იმაზე მეტად ვპრესავთ და იმაზე მეტად კი ვაკომპლექსებთ ზუსტად, ვიდრე შეგვიძლია ვიყოთ მხარდაჭერი. ანუ ნახეთ, ეს იდეა არის ძალიან მარტივი ერთი მხრივ, ანუ თუ თვითმფრინავი რაღაცა უფრო მაღლაა და ამ დროს დანიშნულების პუნქტი აქ არის, რა თქმა უნდა, ამ გარემოს ეწოლა და ამ გამკლავების დროს ზუსტად იქ მივა, სადაც უნდა რომ მივიდეს და ზუსტად ეგეთი იდეაა ჩვენ მოზარდებთან მიმართებაში, იმიტომ რომ რეალისტები ვიყოთ, ჩვენ გვჭირდება რომ იდეალისტები ვიყოთ მასთან, ანუ იდეალური ხედვით მხოლოდ იდეალური ხედვით შევძლებთ რომ რეალურად აღვიქვათ, რეალისტები ხდებით მხოლოდ იდეალური ხედვით. ხოთაშორის ძალიან არასწორი იყო ხოლმე, მე მახსოვს ჩემს თაობაში, ჩვენი სამეგობრო ვიკრიბებ, სულ ვიხსენებთ ხოლმე, ეხლა უკვე ღიმილით, რომ აი გახსოვთ შეიძლება თქვენ დროს არ იყო. აი კლასში ვიღაცას ამოიჩემებდნენ ჩვენი მშობლები, აი მაგალითად ირმა. და სულ ირმა, აი ნახე, ირმა რო არის, თან კრებებიდან რომ მოდიოდნენ და აი და ბავშვები მართლა კომპლექსდებოდნენ. ზუსტად ეგ არის ტურბულენცია, რომელსაც ჩემი და ქალიძე ხდა ერთ სახელს და გვარს ძალიან ცნობილი ადამიანია ეხლა ის მართლა მაგრას სწავლობდა და უკვე მეზისღება მომსახელი და გვარის მოსმენა, იმიტომ რომ მთელი 11 წელი ამ ადამიანის სახელი და გვარი მესმოდა დედაჩემი რო კრებიდან მოდიოდა. ცუდად ხვდები ტელევიზორში რომ ხედავ. კი. ეს არის ის გარემოს ტურბულენცია, თუ იგივე მეტაფორის ფარგლებში დავრჩებით, ხო? რომელიც ადამიანს არ აძლევს აი ამოყვინთვის შესაძლებლობას და თვითრეალიზაციას. კი, თვითრეალიზაციას და რაღაცნაირად იმ გეზიდან, რომელიც შეუძლია ამ ზეწოლის გარეშე მივიდეს, აი როგორც თვითრინავს აწვება წნევა და რაღაცნაირად იმ გეზის მისვლაში ხელს უშლის პირიქით, ხო, ამიტომ არის ხოლმე რომ აი რასაც ამბობდი, იმან რომ ბოდიში ხო არ გაგაკეთე. რომ რაღაცნაირად იდეალური ან თუ რაღაცა ზევით უნდა იყოს. რეალობას ხო არ კარგავს ამ შემთხვევაში თვითონ მშობელიც და ამ შემთხვევაში შეიძლება მოზარდიც. კი, აი ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა. ნახე, ჩვენ გვეშლება კონცეპტუალურად ადამიანის მიმართ ნდობა და მასზე მინდობა. ანუ ერთია რომ მე შენში ვხედავ იმ პოტენციალს, რომელიც იმიტომ რომ ეხლა ესეთი გამოწვევებია არ არის გამოვლენილი და მე შენში ვენდობი იმ შენ საუკეთესო ვერსიას, რომელიც შეიძლება აი ამ უღელტეხილის და ქარტეხილის გავლის მერე ფორმულირდეს და ჩამოვიდეს. რაღაცნაირად მივიღოთ. მაგრამ მინდობა რომ მე ამას თვალდახუჭული ვენდობი ისე რომ აი მოგენდე მთლიანად პროცესში და საერთოდ აღარ არის ცნობიერი კონტროლი გვაკარგინებს იმ წერტილს, რაც
მე რაღაც იმ ქარს გავყვებით, საერთოდ საერთოდ ანუ შტურვალი უნდა ეჭიროს ხელში პილოტს, მიუხედავად იმისა, სად და როგორ მიფრინავს, ხო? ამიტომ ეს ცნობიერი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სადღაც სივრცეში და გქონდეს ამის ხედვა, თუმცა იმის ნდობა მოზარდის მიმართ, რომ შენ ახლა ამ გამოწვევებს გადაივლი და კრიტიკის გარეშე და გაუფასურების და რაღაცნაირი აგრესიული მოწოდებების გარეშე, ხო, რომელიც მე კეტავს ბავშვს, ამის გარეშე, რომ ენდობი და მხარს უჭერ, ეს აძლევს ზუსტად იმ რეალისტობის, ანუ ამ იდეალურ დამოკიდებულებაზე ვგულისხმობ და ამ იდეალისტურ და არა იმას, რომ რაღაცა ქარი რადგანაა ზურგის ქარი, მოდი ახლა მე მთლიანად პროცესს მოზარდშიც არ არის ნირმა ზრდასრული ადამიანები სხვასებად, როცა მენდობი, ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, იმიტომ რომ როცა უნდობლობას ვგრძნობ ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძალიან რთულია ენდო აი ამ მაჭარივით ბობოქარ რაღაცა პასუხისგებლობასაც ხო კიდევ ამით, რომ ენდობი, ესე იგი პასუხს. ზუსტად ეგ არის, კი, ანუ მე გენდობი, იმიტომ რომ ხედავ შენში ამ პოტენციალს, იმ წერტილს, საითაც მივდივართ და აი ამ წერტილის დანახვით მე შენ სივრცეს გიტოვებ, რომ ისეთი განვითარდე, რა პოტენციალი შენში არის. მაგრამ თუ ჩვენ ნახეთ აი მაჭარის მეტაფორას არის ხოლმე თინეიჯერი ხო თუ ჩვენ მივცემთ ამ მაჭარს იმ სივრცეს რომ დაღვინდება მაგრამ თუ ჩვენ მომინდომებთ რომ ეს დუღილი დროს იმიტომ რომ გვეშინია რომ რაღაცა იქ არ დაზიანდეს ირგვლივ არ გადმოვიდეს საზღვრები არ დააზიანოს და თუ ჩვენ დროზე ადრე მოგვინდება რომ თავი დავახუროთ და ის რაღაცა დაღვინდეს უკვე ხო აი ამით იმას ხელს ვუშლით რომ ის ფორმირდეს იმ რაღაცა შედეგად რაც შეუძლია რომ იყოს ამიტომ ხო ამ შემთხვევაში მაშინ ესე იგი მე როგორც მივხვდი ამ შემთხვევაში არა რაღაცნაირად იდეალურად მიწოდება და იდეალის შექმნა კი არ არის საჭირო ეგეც რეალურია ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ამ რეალობის აღქმის და მოლოდინის გრძელვადიან პერსპექტივაში მოლოდინის რომელიც ანუ მაჭარი დაღვინდება რა ანუ ოდეს ხო, მაგრამ ამ დაღვინებას ხო, ანუ მაჭარს ჭირდება ერთი დრო და მე სუფთა ჭურჭელში ყოფნა, გარემო და ის მდგომარეობა, რომელიც რაღაცა უნდა შეუქმნა ტემპერატურა, უნდა შეუქმნა რაღაცა სათუთი მოპყრობა სჭირდება ეკოლოგიურად. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის დუღილის პროცესი რაღაცა სტაბილურად წავიდეს და საბოლოო ჯამში დაღვინდეს და ქართულ ტერმინოლოგიაში გვაკიდევაც ტერმინი სიყვარულივით არის რა დაღვინდებაო ხო გასასექსი ან ესეთი ბობოქარ რაღაცა თინეიჯერობაში გაჭედილ ადამიანზე იწვია ხოლმე რით ვერ დაღვინდა ეს რით ვერ მოამთავრა თავისი ეს პროცესები თუმცა ნახე ბაჭო რასაც შენ ამბობ ხა მშობლების მხარდაჭერაც მინდა რომ აქ რაღაცნაირად გავაძლიერო მშობლების ემოციური მდგომარეობა როდესაც რაღაცა პროცესი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპშია და საბოლოო პროდუქტი არ არის მიღებული ამ დროს მშობლებს ძალიან დიდი შფოთვა ეწყებათ ის რომ ეხლა ეს ამ პროცესს ვენდო ზუსტად ეგ არის რომ ეხლა ეს დროის მიცემასთან ერთად მე რაღაცას ხო არ ვაშავებ ხო არ უნდა ვაკონტროლო და ზუსტად ეს ინტერვენციები რომელიც სურვილი აქვს რომ ჩახედოს კიდევ ერთხელ და რაღაცა თავის გასინჯოს ან რაღაცა ხო ამ დროს თინეიჯერი ამას აღიქვამს როგორც საკუთარი სივრცის დარღვევას როგორც უნდობლობას და როგორც აი რაღაცნაირ შემოჭრას ხო თავდასხმას მის გარემოცვაში და ამიტომ სიახლოვე ალბათ ამ დროს შულთან კი სიახლოვე ოღონდ აი ფაქიზის სიახლოვე და ეს ზუსტად ეს სიახლოვე რო არ იყოს მისი საზღვრის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრება ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის ალბათ ყველა ეტაპზე ცხოვრების მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერება თვითონ ასე ვთქვათ, მით უმეტეს როდესაც მშობელი ხარ და ეგ პერიოდი გამოვლილი გაქვს, მე მახსოვს თინეიჯერობის ასაკში, როცა ვიყავი, აი რაღაცნაირად ჩემი საქციელის მერე, რაღაცა 1 2 3 რაღაც ჩემი ქმედებების მერე, ჩემი უშუალო ფიქრების მერე, რაღაცნაირად მithქვამს და საკუთარი თავისთვის, რომ ალბათ ჩემ შვილს ამ ასაკში, ხო? არ უნდა გაუბრაზდე, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან რთულია და ალბათ შეუძლებელიც კი, მაგრამ აი იმიტომ რომ მე რაღაცა დისტანციურად როცა შემიხედავს ჩემი თავისთვის, ხო? ხვდებოდი რომ იქ
ანუ არ ვიყავი რაღაცნაირად მაინდა-მაინც ადეკვატური რა, მაგრამ ეს არაადეკვატურობა არ იყო გამოწვეული საბოლოო ჯამში რაღაც იმ მიზნისთვის რომ მეხწე, ანუ ქაოსი იყო რა, ის ქაოსი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ გაცნობიერება და გაცნობიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კითხვები. ზუსტად. ანუ როდესაც ხო, ანუ რა ხდება კითხვები მასთანაც და ალბათ მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მანაც გააცნობიეროს, ხო? ანუ თავარი ის არის რომ მან გააცნობიეროს. სიახლოვეს მოაქვს ეს. ერთი აუცილებლად უნდა გავაჟღერო ეგ ამბავი, რომ ეხლა Netflix-ზე არის ეგეთი სერიალი მოზარდობა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მასწავლებელმა და ყველა მშობელმა უნდა ნახოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ზუსტად მანდ არის, როგორ აღიქვამს მოზარდი თავის შეცდომაზე მშობლის სახეს, იქ არის ეგეთი ეპიზოდი, რომ მე ვერ დავარტყი რაღაცა ბურთს წესიერად და ამ დროს როგორ ცხვენია მშობელს მოზარდის ნაცვლად და როგორ იკეტება მოზარდი ანუ თავის შეცდომას ვერ იღებს, იმიტომ რომ მას მშობელი არ იღებს შეცდომიანს, ანუ არ იღებს ისეც რომ ვერ შეძლო და ამიტომ თავის თავს არ უთხრდება რომ რაღაცეები კი. მე მქონდა იცი აქ პრეცედენტი, მერვე კლასში ვიყავი, ჩემთვის ახლა 5-იანები იყო, ანუ უმაღლესი შეფასება იყო 5 და მახსოვს რომ პირველად მივიღე 4-იანი გეოგრაფიაში და 2 დღე არ გამოვდიოდი ოთახიდან. ისე მცხვენოდა რომ აი მე 4-იანი მივიღე და ნუ მე მითხეს მშობლებმა რომ არ არის ტრაგედია, მაგრამ მოდი ჯობია რომ არ გამეორდეს ეს 4-იანი. ანუ და ეს მახსოვს რომ ეს სირცხვილის გრძნობა რომ აი ახლა რაღაცა მეგონი რომ ტრაგედია იყო. კი, ზუსტად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელი იყოს ზუსტად ბაჩო როგორც შეთქვი გულწრფელი ინტერესით, რომ მე ბოლოს რაღაც ნუ ძალიან ისეთი სიუჟეტი ვითარდება, თავიანთი სირთულეები აქვთ მოზარდებს და ამაში მშობელი თითქოს აი დისტანცირდება, იმიტომ მშობელს არ აქვს თავის ემოციებთან იმდენი წვდომა, რომ დაიტიოს ბავშვი თავისი ემოციებით, ხო? და ამ დროს ბოლოს არის ეგეთი სცენა, სადაც დედა ამბობს, რომ გახსოვს როდის შეწყვიტა მან ხატვა და აღმოაჩენენ რომ არც ერთ მშობელს არ ახსოვს ამხელა ქცევისი ტრანსფორმაცია და ეგეთი საყვარელი საქმის ესე მიტოვება ქცევის ასეთი დოზით ცვლილება უკვე ჩვენში უნდა იწვევდეს გულწრფელ ინტერესს და არა კრიტიკას ხო ჩვენ რას ვაკეთებთ რომ აი რატო აღარ აკეთებ ამას რაღაცა უკვე კრიტიკით ვეპყრობით თუმცა როდესაც გულწრფელი ინტერესი გვაქვს იმ პროცესების მიმართ, რაც ხდება მოზარდის თავს, არა შეფასებით, არამედ უბრალოდ კვლევის ამბავში, ჩვენც იმაზე მეტ ინფორმაციას ვიგებთ და მოზარდსაც ვეხმარებით, რომ თავის თავზე გაიგოს. ვიგებს ხო, არ საბოლოო ჯამში, როდესაც შენ პასუხს გცემს, ის საკუთარ თავს წემს. ხო, რაღაცნაირად იძულებული წყალებში რა ხდება. სივრცე აქვს ამისთვის, რომ რომ გააცნობიეროს საბოლოო ჯამში რას რატო აკეთებს, იმიტომ რომ შეიძლება მარტო თავის თავთან დარჩენილმა ადამიანმა ჩემი ქმედება ვერ უბრალოდ ქმედებაშია და უბრალოდ რაღაცა დინებაშია, რა მდინარებაშია, რომელსაც ვერ გააცნობიერებს თუ კი თვითონ არ დასვა ეს კითხვა და თვითონ ამ პერიოდში მაჭრობაში ძალიან რთულია მაჭარმა დასვას კითხვა საკუთარ თავთან. ამიტომ როდესაც სხვა სვამს ამ კითხვას ის რაღაცნაირად ექცევა იმ მოცემულობაში რომ უნდა გასცეს პასუხი და პასუხი რომ უნდა გასცეს, უნდა იფიქროს რა ხდება მას. ხო და რაღაცა ეტაპებზე მნიშვნელოვანია რომ ცოტა უნდა მიყვე კიდევაც. აი მე მაგათ ახლა ზუსტად ვიცი ნიკუშა მონიშნა ყველა თითქმის ყველა სახეობა სპორტის. ზუსტად ვიცოდი რომ არ აინტერესებდა და ზუსტად ორ თვეში მობეზდებოდა, მაგრამ არ მithქვამს რომ კალათბურთზეც არა, ფეხბურთზეც, ფრენბურთზეც, კარატეზეც, კარატეზე და წყალბურთზეც, ანუ და მივხვდი რომ მე ხო მშობელმა ხო ყველაზე კარგად იცის ეხა მას ყველაზე მეტად რა მოწონს, მაგრამ სანამ თვითონ არ მივა იმ დასკვნამდე ჯობია რომ ის გაიაროს, ვიდრე აი შენ ცოდნაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი პროექცია, მაგრამ მიგეთახმები. მაგრამ როგორ ხა შენ შულს კარგად იცნობ რა, წარმოვიდგინე ხა შულს არ იცნობ და ზუსტად ვიცოდი რომ ხა ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ არ მობეზდებოდა ძალიან მალე. შეიძლება, თუმცა იმ სივრცის დატოვება რომ სადაც მე თვითონ უნდა მიხვდეს, აი თვითონ უნდა მივიდეს იქამდე რომ ეს არ არის მისი ინტერესის სფერო და რომ გადავა სხვა და არც ერთი პროფესია მგონია რომ არ უნდა დაუგმო შვილს. კი, რა თქმა უნდა და ეგ მგონია რომ არა გარდატეხის ასაკში და მოზარდობის ზოგადად ცხოვრებაში ემპირიული გამოცდილება ის არის. აი აქ ერთი კონცეფცია ძალიან ერევიან მშობლები. ესეც მგონია რომ არასწორია, რომ იგივე შფოთვიდანაა კი. ერთი კონცეფცია მინდა კიდევ ერთხელ ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით დავამატო ამ ჩვენ. როდესაც ეგრე მარტო რჩება ბაჩო შე როგორც თქვი და ანუ არ ვაძლევთ მას სივრცეს რომ თავისი თავი იკვლიოს, ეს სულიერ ტკივილთან გამკლავებით ძალიან არაეკოლოგიურ გზებს პოულობენ ხოლმე სამწუხაროდ და ძალიან ბევრია იმის პრეცედენტი, როდესაც მოზარდები თავიანთ სულიერი მდგომარეობის ფიზიკულ ტკივილად გადატანის რაღაცა მცდელობებს ახორციელებენ და ამას თითქოს ილუზორულად მოაქვშვება. ეს არის ის არაეკოლოგიური და არაჯანსაღი რაღაცნაირი თავთან გამკლავების პროცესი, რომელიც მისი იზოლაციიდან გამომდინარეა, ხო? თუ მშობელი რაღაცნა თავის სივრცეს არ უტოვებს ბავშვს, სადაც მოზარდ შეუძლია იკვლიოს საკუთარი ემოციები, დასვას შეკითხვები, იყოს მოწყვლადი, იყოს არაიდეალური, ხო? და ამის რაღაცი ლეგალიზებას ახდენს მშობელი, შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებლობა, რომ ის ჩამოყალიბდეს იმ პიროვნებად, რომელიც მე მშობლისთვისაც კომფორტულია. თუმცა, აი ეს გარდამავალ პროცესში მხარდაჭერა ყველაზე დიდი გამოწვევაა მშობლისთვისაც, ყველაზე დიდი, აი როგორც ხიდზე გადასვლის დროს არის აი ორპირი ქარის აღქმა და წონასწორობას ვკარგავთ, სწორედ ესეთი გარდამავალი ეტაპია და ხანდახან არის ის ამბავი, რომ მშობელს საკუთარი არარესურსული, არამხარდაჭერის გამო უნდა რომ არ გადაირბინოს, აი რაღაც თქვენ ახსენე ხო შენ რომ აი უნდა რომ სწრაფად მოხდეს ეს პერიოდი, უნდა რომ იმაზე მეტად იყოს. ეს სულიერ როდის დამთავრდება ეს და ხო, შესაბამისად ეს ჩვენი ემოციური მდგომარეობა დანიშნულოვანია რომ მშობელი იყოს სტაბილური და მშობელი იყოს მხარდამჭერი აი ამ მშობელი იყოს მზად ამისთვის. მზად ამისთვის. ძალიან ხშირია ასევე, როდესაც მშობლებს თვლიან რომ აი ეს ერთი რომელიღაც მეგობარი, რომელიც შვილთან არის ძალიან ახლოს და მეგობრობს, ცუდ გავლენას ახდენს მის შვილზე. ძალიან ხშირად მსმენია ეს შემთხვევა, რომ ვიღაცა მეგობარი არ მოწონს, მაგრამ ამას ყავს გაიდეალებული ეს მეგობარი და აი აქაც ძალიან ხშირად არის ხოლმე მშობლების შფოთვა. ესეც ერთ-ერთი მახასიათებელია თინეიჯერობის, რომ რაღაც პერიოდში ოჯახის კულტი ინგრევა, ამ დროს მეგობრების მნიშვნელობა ორმაგად იზრდება, მეგობრებზე დაყრდნობით ის დისტანცირდება ოჯახური სისტემისგან, მერე ქმნის საკუთარ თავს და მერე აფასებს თავიდან ოჯახს. ამიტომ გარემოს, კარგ გარემოში მოხვედრის ხელშეწყობაც თავიდან მშობელმა რაღაცნაირად უნდა უზრუნველყოს. კი, ამიტომ ეს გამოწვევა, რომელიც დღესდღეობით არის და ეს ემოციური ხილობა ძალიან ისეთ სავალალო შედეგებს გვაძლევს ბოლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მივიღოთ ეს პროცესი, დავიტიოთ და თუ ვერ გავდივართ ამ პროცესს, მხარდაჭერა ვითხოვოთ. ძალიან დიდი მადლობა ირმა და ვფიქრობ უწურავი თემაა რა. და ერთ-ერთი რაღაცნაირად ჩემი ასე ვთქვათ ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ის რომ არ ვიცი რამდენად ვახერხებ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცნაირად ეს დავისახე, რომ თუ კი როგორიც მინდა რომ შვილი მყავდეს, ისეთი უნდა გავხდე მე. და თუ კი ამას მე მოვახერხებ, შესაბამისად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი შვილებიც არიან ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მაგალითები ვართ ჩვენი შვილებისთვის და აგერ ბიოსის მაგალითი არ მოგიყვანე? ჩემი თუ არ გჯერა ბიოსის. კვიცი გვარზე ხტის. აგერ უცებ. შესაბამისად, მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაცა ჩვენ გავუწიოთ მხარდაჭერა ჩვენ შვილებს, ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, ვიყოთ ამისთვის მზად. იცი რა მომენტს ველოდები? ირმას რომ გააჩენს შვილს და თინეიჯერი რომ იქნება, ასე მშვიდად დაგვიჯდება. კი, მე გაგრძელებული მყავს ყველა ჩემი მეგობარი, რომ არც ერთი ჩემი რჩევა და რეკომენდაცია, ან რომელიმე სტატუსი რომ წერ, ჩემ შვილებთან მიმართებაში არ მითხრათ. ძალიან მაინტერესებს აი ესე მშვიდად და ნარნარად თუ გაივლეს შეიძლება. მადლობა ირმა. მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით შენ. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგვალოდეთ და არ გადავიდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც გიორგი დარჯანია შემოუერთდა და რა თქმა უნდა სპორტული ამბებით მოგესალმებით გიორგი, დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. როგორ ხართ ხალხია ბაჩო? არა, ნახეთ როგორი სტუმარი მოგიყვანეთ.
ლევან სალუქვაძე. საოცარი ტანდემი იქნება დღეს თქვენი გამარჯობა. სპორტული ჩვენი საყვარელი სპორტული კომენტატორი, ფეხბურთის საუკეთესო მცოდნე და წინასწარ უნდა გითხრათ, რომ მარტო ამ სტატუსით არ ამყავს დღეს მოყვანილი სტუმრად. ლევანი არის ამავე დროს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ხელბურთზე მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქართულ ხელბურთში ამ კვირაში. გამაგარია. ჯერ შენ მითხარი. რა ხდებოდა მადრიდში? ესე იგი მე მგონი შენ იყავი იმ დროს მადრიდში, როცა რეალმა ფინალი წააგო ბარსელონაზე. განწყობები როგორი იყო? ბარსაში ვიყავი 1 წლის წინ და მაშინ ბარსამ წააგო რეალთან და გაგვაფრთხილესო ცოტა ხმაური თო და ხა დღეს დროს დარებას მოერიდეთო ხალხი ეგზალტირებული არიან კატალონიელები. ეხა მადრიდში ვიყავი მადრიდის რეალმა წააგო ბარსასთან. იცი რა არის ხო ვიყავი ერთი კვირა მეგობრებო ერთადერთი ღამე იყო როცა გვეძინა იმიტომ რომ სრული სიჩუმე იყო გრანვიაზე არანაირი ხმაური არანაირი გართობა სრული გლოვა ქონდათ გამოცხადებული. ანუ ლევან ხატიას მოგზაურობების მიხედვით ჩვენ ფსონებით შეგვიძლია დავდოთ ვინგვენი ხარტი გამოცდილება მაქვს და ეგ იქ არ გაგიგოს და იქ არ გაგიგო. თან ყველა მიცის ხო მე რომ მადრიდის რეალის დიდი მოყვარული ვარ ინგლისის ნაკრების მერე და რატო დამემართა ესეთი რაღაცა? აბა ბეკჰემის ხაზი არის მან გარეული. ბეკჰემის ხაზიც გარეულია და ჯუდ ბელინგემის ხაზიც გარეულია. საგებია ყველაფერი. აბა და ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით ხატიას ვუყვებოდი რომ ამ სეზონში თეორიულად შეიძლება რომ სამმა ინგლისურმა გუნდმა მოიგოს 3-ვე ევრო თასი. შეიძლება სიხარულით გულის შენ როგორ ფიქრობ? ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ფერულ შემატკივრობთ იმ გუნდმა უნდა. თელ საქართველოს გადაიკიდებ, იმიტომ რომ ყველა პარის სენ-ჟერმენის კენარი აბსოლუტურად. სამი ინგლისელი ორი იყოს. მე თანახმავ რა. კარგი, ლევან, მოდი ჩემპიონთა ლიგაზე და ორი არის უკვე, იმიტომ რომ ერთ ფინალში ერთმანეთს ხვდებიან და ჩელსი ალბათ იმითას მოიგებს. ანუ 2000 კი 2000 დიდი ალბათ. თუ არ ჩახვალ იქ მაინდა-მაინც ფინალზე. არა, PSG-ზე არ ჩამიშვათ, შენი ჯერიმე მეშინია უკვე. კარგი, ამ კვირაში იყო ლევან ეს პირველი მატჩები. ხო. აი შტაბ-ჭრილებები და მოლოდინები უკვე საფასუხო მატჩების წინ მომიყვა. სიმართლე გითხრათ, თავიდან პარის სენ-ჟერმენის მატჩები რო ვიხილე იმ ჯგუფურ ეტაპზე არ მეგონა ეგ გუნდი შტაბ-ჭრილება ვერ მოახდინა. ძლივს უგებდა, არში ვერ ურტყავდა, მაგრამ აი რაც სიტისთან მატჩის მერე ფეხბურთი დაიწყეს, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ და ვფიქრობ, ეხლა სიტყვაზე ამ 4-ეულში უკვე ისეთი გუნდებია, ვინმეს მოუგებს, ესე წინასწარ მართლა თუ ვინმეს არ ქომაგობ, ესე რეალურ პროგნოზს ვერც იტყვი და ანუ მაგარი ჩემპიონატი. მაგარი ძალიან, იცი რა, ბევრი მიბრაზდება ამ ფრაზას რომ ვამბობ, იმიტომ რომ გვარდიოლა ძალიან უყვარს და მეც მიყვარს და თან კროიფი მე ჰოლანდიური ფეხბურთის გულშემატკივარი და კროიფის ხაზია გვარდიოლა. ძალიან მიყვარს, მაგრამ დათორი სამსახური გაუწია ძალიან ფეხბურთს, იმიტომ რომ ისეთი შემადგენლობა ყავდა ბარსელონაში, აი მესი, ჩავი, ინიესტა და სხვები, რომ რა სისტემას არ უნდა ეთამაშათ, ყველას მოუგებდნენ მაინც და აირჩიეს დაბალი ტემპი, ტიკი-ტაკა, ბურთის შენარჩუნება არ დაკარგვა, ნაკლები რისკი შორიდან კარში არ დათყვები. ვისთვისაც მიყვარდა ფეხბურთი, ყველაფერი ამოიღო ამ კაცმა. გახდა უძლიერესი გუნდი, ყველას მოუგო და ღირსეულა და ტიკი-ტაკა უამრავ ადამიანს მოსწონდა. არა, მოსწონდა ხა ფეხბურთი გეომების ამბავი, იმიტომაც ვამბობ გამიბრაზდებიან თქო. მაგრამ სიტყვაზე მე როცა დამთავრდა ამათი დომინანტობა, მე წავიდა ბაიერში, იქ არ მოეწონათ გვარდიოლას ეს გერმანულ ფეხბურთში არ ჩაჯდა. ეხლა წავიდა სიტიში, კარგი მწვრთნელია, ძლიერი, საუკეთესო გუნდია ბარსელონა ყველა დროის, მაგრამ ეხლა რაც მე ცუდი რა იყო, ბაძავდნენ მაგ გუნდს, ნაკლები შესაძლებლობების მქონე კლუბები და იმათ აღარ გამოსდიოდა და ყველა ამ ცუდ ფეხბურთს თამაშობდა და რაც ნახეს რომ ეს ფეხბურთი უკვე ვეღარ იგებს, აი ახლა ნახევარფინალებს ხო უყურე, ტემპი არის, შორიდან კარში დარტყმები, დეკლარაციის ცხოვრებაში შორიდან არ გაუტანია, ახლა 2 გოლი შეაგდო. ყველაფერი რაც არის, კაცის მოტყუება. წუთზეც კი ისეთი ტემპია, რომ გონია რომ ახალგაზრდებულია თამაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთი, რომელიც რავი, მე მიყვარს, ბევრს უყვარს, დაბრუნდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი თამაში. ანუ აქტიური ფეხბურთი. აი ეზოში რომ ჩავდიოდი და ფეხბურთს რისთვისაც თამაშობდით, ის აღარ იყო ბოლოს. იყო პასების, აუტების, კუთხურების და რაღაცების თულადა. ეხლა არის ცოცხალი თამაში. ბარსელონელი არა გენმოდიფიცირებული ფეხბურთია ეხლა. კარგი ფრაზა. ძალიან კარგი ფრაზა. ნახდი, აი იმაზე
რა ქვია უღელტეხზე რიკოძე რო კითხდა პამედრო სხვა გემოა ხო იცი აი ეგეთი ფეხბურთი და ის რაგვარია ბარსელონას მოთამაშე როა მომავალ დედოფალს რო უყვარს მომავალ დედოფალს უყვარს ბარსელონაში იამალი უნდა უყვარდეს ხო ყველას მე არ ვიცი ეგეთი ჭორები არ ვიცი ესპანელი და მავე არის კი ნაკრების ფეხბურთელია და იმ გოგოს რომ მოსწონს პრინცესას მოსწონს ფეხბურთიდან წადიო თუ გინდა რომ სამეფო კართან მოხვიდო და ამ ბიჭმა თქვა ჩემი ოცნება ახტაო ხალხო არა ესპანეთის სამეფო ოჯახში სპორტსმენები ყავთ ურდაგარინი ხელბურთელი იყო აბა რა ხელბურთელი ყავთ პრინცესა ვინც მოიყვანს ეს პრობლემაა ეთყობა არა სხვათა შორის ურდაგარინს ბევრი რაღაც მე ოლიმპიურ კომიტეტში ამუშავებდნენ და დაასაქმა ეთყობა ოჯახმა და რაღაც ფინანსური დარღვევები უპოვეს მაგრამ თვითონ ხუან კარლოს უპოვეს და ხა 6 მილიონი წელიწადში. მე ვარ ხატია გადაგვიყონს გლამური. ხატია გლამური არის ჩვენი და ხა აბას არ გადაგვიყონს. მითხარი, მაინც რას ველოდებით? ეხლა პრინციპი ხო, დაუბრუნდეთ. ეს არსენალი არ არის ის გუნდი, რომ ყურები ჩამოყაროს, ხელფეხი დაკაროს და ასე შემდეგ. ეხლა ყველაზე დავავედოს ბოდიში და ეს PSG-ც ცოტა უფრო სტაბილური გუნდის არ მიჩვენება. ყველაზე მეტი შანსი ფინალში გასვლის ეხლა ამ 4 გუნდიდან აქ რა თქმა უნდა Paris Saint-Germain-ს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აი დამთავრდა და გავიდნენ და არსენალი ვერაფერს ვერ იზავს. იქაც იყო შანსები, რომ დონარუმა სასწაულები რომ არა ეხო კიდევ ერთხელ შეიძლებოდა რომ მოეგოს იმ არსენალსაც, მაგრამ ნუ ფეხბურთი ეგ არის, გამოყენება არის მომენტების და გამართლებაც არის და ყველაფერი ახლა ასეთი თანაბარი ძალის გუნდები რო თამაშობს კონკრეტულ იმ მატჩში ვისი დღეა, ვინ უკეთ შეაგდებს, ვისი ძელს მოხდება და ვისი კარში შევა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რა თქმა უნდა სტუმრად მოგებული 1-0 დიდი ამბავია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში რაც ეს კოტებია, გულშემატკივრების ისეთი დაძაბულობა ქვეყნებს შორის აღარ არის, ევროკავშირი თითქმის გაერთიანებულია. გასვლით თამაშებს ისეთი დიდი საშიშროება არ მოყვება, რომ აი ხამე არ აძინებდნენ ადრე იყო ერთი ამბავი. ეხლა აღარ არის და სასტუმროს წინ დადგებოდნენ და უნგრეთში. სიტყვაზე ეხლა რომელ არენაზე ითამაშებ და პარიზში ითამაშებ თუ ლონდონში დიდი მნიშვნელობა. თან ისინიც ხო ძირძველი პარიზელები და ძირძველი ლონდონელები არ არიან, იქაც თუ ლეგიონერები თამაშობენ და ეს მომენტი ცოტა დაიკარგა. და ბიჭებო, არსენალის ვარსკვლავი ვინ არის? აი ეს როგორც ვთქვათ რა ვიცი ვინ საკა ალბათ უფრო საკა მაინც ყველას ბევრია მაგრამ ყველას თავისი მაგრამ მაგარი ფეხბურთელები ყავთ მაგათ ხო შენ გახსოვს ტიერი ანრი გახსოვს შენ ტიერი ანრი გეყვარება მე დენის ბერკამპი მიყვარდა და რა ვიცი ბევრი ხო ნუ ვენგერი გვიყვარდა ყველას ლამას ფეხბურთს ათამაშებდა მეორე იმას რაც შეეხება რა ხამ მკითხე ნახევარ ფინალები ყველა ელოდა რომ აი ინტერი ჩაიკეტება გოლს ვერ გაიტანს და ბარსელონას დიდი შეტევები მაგრამ აი ეს ფეხბურთი რაც თქვი რომ გახსნილი სწრაფი ხო აიძულებს თუნდაც ინტერისნაირ გუნდებსაც ესეთი მეტოქი რო ყავს იფიქროს გოლის გატანაზე და რა ვიცი არაფერი არ დაუთმო და შეიძლება რაღაც მომენტებში უკეთესი იყო ტერიტორიული უპირატესობა და კი არ მინდა ვთქვა და იამალი საოცრება ისეთი რამე გააკეთა მთელი მსოფლიო დაობს კარში დაარტყა თუ არ დაარტყაო და მე მგონია რომ კარში და კი მე თვითონ თქვა რომ კარშიო დავარტყიო მე იგი მატჩის მე ინტერვიუში ზუსტად ეგ კითხეს და ვერ ხედავდი ხო და ყველაზე ბოლოს ამ 4 გუნდიდან ინტერი არის შარშან წინ არ არის ფინალში ნამყოფი და ის ფინალის ეხლა ისე წააგო ვერ იტყვი რომ არ შეეძლო და იმ ბარსელონასთვის მოურინიოს პერიოდში ხო აქვს მოგებული მილიტოთი და ის ბარსელონა აშკარა ფავორიტი იყო თან მაშინ რომ ის გიჟური ტემპი რაც არის ახლა ის ყველაზე გემოვნებიანი წვრთნელების პირველ ადგილას მე თავიდან მაინდამაინც არ მიყვარდა ეგ კაცი მაგრამ იმდენი ძახა განსაკუთრებული ვარ მართლა განსაკუთრებული ახლა რო არ ყოფილიყო უნდა გამოგეგონებინა რა ისეთი სკანდალურიც არის აუცი კარგი მწოდნეც არის ხალხი ჩელსი აქცია საოცარ პორტოთი აქვს მოგებული ჩემპიონატად არა ხო დასაფასებელია არა დასაფასებელი რასაკვირველი არის ეკაცი
ჩვენ ბიჭზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ისე დიდი მოწონებით სარგებლობს თითქოს. ჩვენი ბიჭი, მე გეტყვი, წასვლის დრო იყო, ყველა ვგრძნობდით რომ იყო წასვლის დრო. იქ ხელფასზე დავა იყო თუ რა იყო, მე ეხლა ფინანსური საკითხი. ბედნიერი არ იყო იქ უკვე. ეხლა რომ ბედნიერი აღარ. ჯერ ერთი მე ვფიქრობ, ხა ამოწურა სიტყვა არ უნდა ვთქვათ, მაგრამ იმ ნაპოლიში რისი გაკეთება შეეძლო, აი მეტი რა უნდა გაეკეთებინა. ხა ნაპოლი სოფლიო ფეხბურთის გრანდი ვერასდროს ვერ მარადონას დროსაც არ იყო, ხო? UEFA-ს თასი აიღო და მორჩა. ამიტომ მე მგონი რომ იქ რაც გააკეთა კვარაცხელემ ეს მისთვისაც კაი იყო, ნაპოლისთვისაც და ჩვენთვის ხო იყო და იყო. მე იყო ძალიან ესეთი ხანგრძლივი დავა რომ რა უნდა პარის სენ-ჟერმენში. სიმართლე გითხრათ მე თავიდანვე მინდოდა რომ პარის სენ-ჟერმენში გადასულიყო. ქალაქი კარგია, გუნდი კარგია, ფული კარგია აქვს და რა ვიცი მეტი რა უნდა აი მანჩესტერში მაინდა-მაინც ქარხნების ქალაქში რატომ უნდა გადასულიყო? არა მანჩესტერი სამრეწველო ქალაქი ეხლა ვაღია. ეგრე არის და თორე რო გადასულიყო ფერგუსონის დროინდელ მანჩესტერში კი და იმასე რა ქვია გასავარდ ზონაში ყოფი კი იქ ფინალში გავა და მოიგებს, მაგრამ არეულ მანჩესტერში და თან კიდე მე ესე მგონია რომ პრემიერ ლიგის სტილი უფრო არ მიესადაგება ყვარას ფეხბურთს, აი პარის სენ-ჟერმენში. ხედავ რა თამაშებს თამაშობენ და მეორეც ხა ეს პარის სენ-ჟერმენი რო გითხრათ ინგლისის პრემიერ ლიგა გასაგებია პირველი ტოპი და ასე შემდეგ, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი ხდება, ყველას მოუგო რა, ერთი ლივერპულთან არ უთამაშია, ხო? თუ იმასთან რა ქვია, ჩელსისთან. ჩელსისთან სიტის ეთამაშა, ლივერპულს ეთამაშა. ლივერპულს ეთამაშა, იმას ასტონ ვილას ეთამაშა, არსენალს ეთამაშა. ჩელსი დარჩა და იმას მე შეხვდა სუპერთასზე. ნოტინგემ ფორესტთან არ უთამაშია, თამაშა და ყველასთან ეთამაშა, ყველას მოუგო. და ბეკემი ესწრებოდა თამაშებს და რა ვიცი ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა ხვიჩას თამაშებს. ბეკემი მე ვფიქრობ რომ პრინცი ესწრებოდა ხვიჩას გამო არა, ასტონ ვილას გულშემატკივარია. მაგრამ მე რა მახსოვს? ვინ არის ასტონ ვილას გულშემატკივარი? პრინცი მაგას გულშემატკივრდა ბეკემი პარიზში, იმიტომ რომ თამაშობდა მაგ. თამაშობდა. მე რა მახსოვს იცით ბიჭებო, აქ სტუმრები რო ყავდა, მაშინ ვჭობდით რომ კი გადასარავი და ხვიჩას წასვლის დრო არის, მაგრამ ცოტა იყო შიშები რომ ისეთი ღმერთი არ იქნება, შეიძლება ვერ გახდეს და ეს შიშები იყო საფრთხეები როგორც თქვა ნაპოლიში არის. ნეაპოლი ცხოვრობს, ნეაპოლისთვის ფეხბურთი სხვა რამეა და პარიზისთვის სხვა რამეა. იმიტომ რომ ნეაპოლში არის ფეხბურთი და მეტი არაფერი და პარიზში არის მილიონი რაღაცა. კონცერტი, მოდა, პოდიუმი, ფეხბურთი და იმდენი რაღაცაა რომ ერთ-ერთი ის არის აი პონტი ასე ვთქვათ. თუ ეხა ჩვენთვის პროგრამა მაქსიმუმი არის ისო ქუჩაში ყველა ცნობდეს, ეს ნეაპოლში უფრო იქნებოდა. ეხა პარიზშიც იცნობენ, მაგრამ შეიძლება ყველგან ყველა იმაზე რა ქვია კაფეზე მისი ფოტო არ გამოვკიდონ როგორც ნეაპოლში. შეიძლება, იმიტომ რომ იქ სხვა სფეროს ვარსკვლავებიც ბევრი არიან და ეხლა მე ლევან მეგობრებს ვკითხე რომლებიც იყვნენ PSG ლივერპულის თამაშზე და სადაც გვერდზე უბანში უკვე აღარ იგრძნობოდაო რომ იქეთ უბანშიოს თამაში იყო. პარიზია, სულ სხვა რაღაცაა, პარიზი. ჩვენ ხო საფეხბურთო თვალსაზრისი და სპორტულით გვინდა ეხლა რომ ეგ წარმოჩნდეს იქ პარიზში და დიდი შანსია რომ ეგ პირიქით მისთვის ძალიან კომფორტი იყოს თუ ყველა ზუსტად ასე ვთქვათ თამაში არის. სადაც იქ პიცის შესაძლებლად რომ ეგრეც არის. გახსოვთ პირველად იყო ერთი ინტერვიუ, ძველი ინტერვიუ აი ნაპოლის ვარსკვლავი რო იყო, რომ რაღაცა ტელევიზორის საყიდლად წავედით მე და მამა შემიო და ვერ ვიყიდეთო ტელევიზორი, იმიტომ რომ მაღაზიამდე ვერ მივედითო. ქუჩაში რომ დაგხვდა ეს ხალხიო და ყოველს ავტოგრაფი უნდა, ყოველს სელფი უნდა, ყოველს წამოვედით უკან ვერ ვიყიდე ტელევიზორს. პარიზში ეგეთი რაღაცა არ ემუქრება. ეხლა ქალაქს იცი რა, ქალაქს მოუხდაო, ეხლა ხო კოლორიტი გახდა და ესეო ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ ალბათ შეიძლება მე ეგეთ ვთქვათ, მაგრამ გუნდს რომ მოუხდა, ვისთვისაც წავიდა ფაქტია და ძალიან გვიხარია ეს, იმიტომ რომ იმ მოთამაშეებმაც კი ვის გვეშინოდა რომ იმას ვერ ამოაგდებს ბარკოლას, იქ შეიძლება ის უფრო მეტად ათამაშობს, ეს იქით შეწიოს. ეხლა თამაშობს და ის მოთამაშეები, რომლებიც მის კონკურენტებად მოიაზრებოდა, ისინიც უმატებენ, იმიტომ რომ ხედავენ რომ ეს ხო არა თუ კონკურენციაში ვერ შევიდა პირიქით გახდა ლიდერი, რომელსაც სულ წავედა. ქართველებს გვაქვს ეგეთი რაღაცა ცოტა უცნაურობა, თან გვინდა რომ
სოფლიო დონის გრანდში იყოს და თან გვიდა რომ კონკურენცია არ დახვდეს. რატო არ არის პარი სენ-ჟერმენი სოფლიო ფეხბურთის გრანდი? საფრანგეთის გრანდი ხო თან უპირობო, ხო არის რამდენი წელია. საფრანგეთის ჩემპიონობა და საფრანგეთის თასი თითქმის ყოველ წელს ჯიბეში უდევს. გამარჯვებულის ფსიქოლოგია სულ ექნება. მე ეხლა თქვა საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშე რენიდან და ტულუზიდან ხო არ გახდება ჩემპიონი და თასის შემადგენლობიდან და ანუ კვარაცხელია თუ თავის გუნდში ასე ითამაშებს და გამორჩეული იქნება და პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო იქნება, შესაბამისად საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშე ბომბარდირია. რაღაცა მოდი ვაღიაროთ რომ გაცილებით მეტი შანსი აქვს წინ იყოს პარიზიდან ვიდრე ნეაპოლიდან. ხელი ანჩელოტი რომელი არსენალის არის თუ პარი სენ-ჟერმენი? ანჩელოტი იყო რეალის წევრი და სავარაუდოდ წავა ბრაზილიის ნაკრებში. თუმცა ბოლოს თქვეს რომ ბრაზილიას ვარიოთ ხო მე მაინც გონია რომ რომაში წავა. მაგრამ არ ვიცი ვნახოთ არ არის ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი და ლუის ენრიკე ყოფილა ძალიან მაგარი ყოფილა. ახალ შემდგომ უყურო მაგის პრეს-კონფერენციებს მსახიობია ტიპი. ან რამე მიკებით ლაპარაკობს, ან როგორი რეაქციები აქვს. და თავარი სპორტში კიდევ არის ის რომ წვრთნელს უნდიხარ. კვარაცხელი აშკარად ეტყობოდა რომ ლუის ენრიკეს არჩევანი იყო, უნდოდა როგორ დახვდა ჯერ და ან თამაშის მერე როგორ აცილებს და რა კომპლიმენტებს ეუბნება და რა მხას სტიმულს ეს უდიდესი სტიმულია, აბა რა. ლევან, კარგით ეს პარიზი კარგია, გვიყვარს პარიზი და გლამური. 8 მაისს გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი საქართველოს საბერძნეთი თუ ვიგებთ, გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე, მეტი რაკნას საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორედ. მინდა რომ თქვენ პირველ რიგში მოგიწვიოთ, მოდით 8-ში 5 საათზე ახალ დარბაზში 10,000 კაცს იტევს. მერე მოსაწვევს გიორგის ხელით გამოგიგზავნით, რომ უფრო დაფასებულად იგრძნოთ თავი ჩვენგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ტელევიზიას დიდი ძალა აქვს და გვინდა რომ გულშემატკივარს ვთხოვოთ, იმიტომ რომ დრო არის 5 საათი. სამუშაო 8 მაისია, მეორე დღეს კი არა დასვენება, მაგრამ ეხლა რა ხდება? ვიღაცას რო არ გაუკვირდეს 5 საათზე რატო ვნიშნავთ? იმიტომ რომ შემდეგი თამაში, რომელიც უკვე ეს თუ მოვიგეთ, ჩვენ არაფერს აღარ გვაძლევს ის თამაში, გასულები ვართ ამ თამაშის მოგებით ერთი ტურით ადრე ვინახდეთ. ისლანდიაში გვაქვს თამაში. ისლანდიაში ისეთი რთული წასასვლელია იმ პერიოდში 3 გადაჯდომა და სადღაც აეროპორტებში 18 საათის სხვაობაა და ამიტომ თუ იმავე დღეს ეგრევე თამაშის მერე აეროპორტში არ გაიქცნენ თამაშიდან, ხო? მე მართლა მოუწევთ 3 დღე გზაში ყოფნა და იქ რო ჩავლენ, შეიძლება თამაში ვერ მიოცენ. ამიტომ იძულებული გავხდით 5 საათზე. მეორეც ახლა ბერძნებისთვისაც შეიძლება თქვათ კომფორტული არ იყოს საშუალო ევროპული დროით 3 საათზე თამაში და რაღაც ესეც გამოვიყენეთ და მაგათ მესიმერი აქვს მაგდოს ძინავთ ხოლმე. ხო, იცი, იმათ ხო სიესტა ამათ ისა. ხო და ახლა ბერძნები ყველამ ვიცით რომ ძირითადად არის ყველა სპორტში სახლის გუნდი, რატო? იმიტომ რომ გაავსებენ დარბაზს და ჯოჯოხეთს გიქმნიან და ამის ფონზე ფრთები ესხმება და პირიქით რომ გაუკეთოთ, ხო, ძალიან დიდი დისკომფორტი უნდა შეუქმნათ, იმითი რომ გულშემატკივარი ეყოლება ჩვენ ნაკრებს და ხა ჩვენებს ხო ამეთი ფრთები გამოესა. ახალი დარბაზი, აი ზევით რო არის, სადაც აი ყალათბურთის ჩემპიონატისთვის რო აშენდა უნივერსიტეტის ქუჩაზე. თბილისი არენა სპორტის სასახლე. ხო, ყველანაირად შეგვიძლია ვთქვათ, თბილისი არენა, ახალი სპორტის სასახლე, ყალათბურთისთვის რო აშენდა რა. უნივერსიტეტის ქუჩაზე. და გირჩევს გავაკვირდეთ გიორგი ცხოვრებაზის თამაშს, ეს არის აი წარმოუდგენელი თვითნაბადი არ ვიცი აი როგორი ბიჭია და რეებს რა სასწაულებს აკეთებს და საბერძნეთთან შანსები უფრო მეტი ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში რომ იქ ერთი ბურთი გვაქვს წაგებული და აქ ნებისმიერი მოგება გვაწყობს რავი დიდი წარმატებაა იმიტომ რომ ყველა სპორტის ევროპაზე გასვლა სათამაშო სპორტის სახეობები გადიან უკვე ძალიან მაგარი შედეგია წარმოუდგენლად დიდი შედეგია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს ხელბურთის ნაკრებს ექნება ისეთი მხარდაჭერა როგორიც ჭირდება ნაკრებს რომელიც ერთი ნაბიჯით არის ამ ევროპის ჩემპიონატთან. ევროპის ჩემპიონატს თბილისში არ ჩაატარებ, ამაზე მნიშვნელოვანი მატჩი თეორიულად ვერ გექნება. და ცოდვა გამხელვის ჯობს და მე ხელბურთს არასდროს არ დავსწრები. ხო და წამობძანდი. იცი რა არ დავბრაზდები, იმიტომ რომ ერთი 6 წლის წინ რო გეთქვა ჩემთვის ხელბურთელისთვის და რა ვქვია, უკვე ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლისთვის რომ აი ხა ესე მალე მოხდება წარმატებაო, არ დავიჯერებდი და შესაბამისად აუბრაზდები რომ
გულშემატკივრები ახლა გვემატებიან, როცა წარმატება მოვიდა. ანდა მე მართლა ჩემს ბავშვობაში აი ძველ სპორტის სასახლეს ხელბურთის ტურნირი ავსებდა. გადატენილი იყო ზარია ვოსტოკას ტურნირი ეგრეთ წოდებული, სადაც საქართველოს ნაკრებიც კი თამაშობდა ცალკე გუნდად საბჭოთა კავშირის დროს. მოკლედ გელოდებით და გავიხარდება ის უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ისლანდიაშიც ძალიან დიდი გულშემატკივრები ეყოლებათ, იმიტომ რომ მოსახლეობის 80% არის ქალები, თუ 85 და წარმომიდგენია როგორი გულშემატკივრები ეყოლებათ. წარმატებები ჩვენ ერთ საყვანას ვერ დაკვირდებით. ეხლა რეკლამის დროა და მე ამ პრეროგატივას ვერ ავიღებ ჩემ თავზე შენი საყვარელი. კარგი, მაშინ მე ვიტყვი რომ რეკლამის დრო გვაქვს ახლა ეთერში და რეკლამა ძალიან მალე გაივლის და ძალიან საინტერესო სიუჟეტით და გოგოლა სახლებით უნდა დაგიბრუნდეთ, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადართოთ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და დილა მშვიდობისა, ვინც ახლა შემოგვიერთდით, სასიამოვნო და სასარგებლო და ხალისია შაბათ დღეს გისურვებთ. ყველაფერი საუკეთესო მინდა გქონდეთ და ჩვენ ესე იგი გავაგრძელებთ დილის ლაივის. ძალიან საინტერესო დილის ლაივი იყო, რამდენი ახალი ამბავი საინტერესო რამე რჩევა მივიღეთ, სპორტში გავთვითცნობიერდით და ვინც ახლა შემოგვიერთდით, ჩვენ გვესმის, გან არ გვესმის, რომ შაბათია და შეიძლება ცოტა მიგეძინათ მეგობრებო, მაგრამ აუცილებლად გადაახვალთ, ან აუცილებლად გვიყურებთ სოციალურ ქსელში, რაც გამოტოვებთ და თუ ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ დილა მშვიდობის ჩვენ დილის ლაივის გუნდით 11 საათამდე თქვენთან ერთად ვიქნებით და ერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტის შესახებ უნდა მოგიყვათ ახლა. ვინ იყო ცნობილი ქართველი მოჭიდავე, რომელიც ამერიკელმა პროდიუსერმა და რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა ფილმში გადაიღო. ჭიდაობის ბეჭ დაუდებელი ფალავანი, რომელმაც ამერიკასა და ევროპაში არაერთი სახელოვანი სპორტსმენი დაამარცხა. ეს კოლია ქვარიანის ისტორიაა, რომლის წარმატებები ჯერ კიდევ მშობლიური ქუთაისიდან იწყება და ევროპასა და ამერიკაში გრძელდება. როგორ მოხვდა ქართველი მოჭიდავე კუბრიკის სადებიუტო ფილმში და როგორ გაითქვა მან სახელი ამერიკაში, ვნახოთ ანა ზაქაშვილის სიუჟეტში. How are you? ეს 1956 წელს გამოსული სტენლი კუბრიკის სადებიუტო ფილმი მკვლელობაა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი ბეჭდაუდებელი ფალავანი კოლია ქვარიანი ასრულებს. კუბრიკისა და ქართველი მოჭიდავის გზები ამერიკაში, ტაიმს სკვერზე გახსნილ ჭადრაკის კლუბში გადაიკვეთა. ცნობილია, რომ ამერიკელი რეჟისორი ჭადრაკის ენთუზიასტი იყო. კოლია ქვარიანი კი მსოფლიოში ერთადერთ ფალავნად ითვლებოდა, რომელსაც ამ ინტელექტუალურ სპორტში უმაღლესი თანრიგი ჰქონდა. კოლია ქვარიანს ჭადრაკის კლუბი ჰქონდა მახენტეზე, იქ სადაც დღეს Walt Disney-ის მაღაზია, ტაიმს სკვერზე. აი მეორე სართულზე ძალიან ხშირად მას სტუმრობდა სტენლი კუბრიკი და სხვათა შორის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სტენლი კუბრიკისა და კოლია ქვარიანის ერთობლივი ფოტო დაიბეჭდა ამერიკული ძალიან ცნობილი ჭადრაკის ჟურნალის გარეკანზე. Hey, how about some services, stupid looking Irish pig? What's the matter with you? ფილმის ეს სცენა სწორედ კოლია ქვარიანის მიერ გახსნილ ჭადრაკის კლუბშია გადაღებული. კოლიას მიერ შესრულებულ როლს კინოკრიტიკოსები მოუხიბლავს, რადგან კუბრიკმა ქვარიანის როლი მისი ცხოვრების წესის გათვალისწინებით შექმნა. ის მოჭადრაკე ფალავნის მორის ობუხოვის როლს ასრულებს, რომელიც მძარცველებმა ჩხუბის ასატეხად დაიქირავეს. 2007 წელს ამ ფილმის ციფრული ვერსია არ არსებობდა. მე დაახლოებით 3-ჯერ, 4-ჯერ მომიწია Paramount-ში, ლოს-ანჯელესში ჩასვლა, რომ მისი ციფრული ვერსია მომეპოვებინა და პირველად იგი 2007 წელს გავაციფრულე. უკვე მეორეჯერ გავიდა ამერიკულ ტელეარხებზე. ბეჭდაუდებელი ფალავნის ისტორია მშობლიურ ქუთაისში იწყება. გამყრელიძისეული ცირკი ის არენა იყო, სადაც ახალგაზრდა მოჭიდავემ ფეხი აიდგა. მართალია იმ დროს ცირკში შესვლა მოსწავლეთათვის აკრძალული იყო, თუმცა კოლია თავის თანატოლებთან ერთად მაინც ახერხებდა. სახელოვანი კოსტა მაისურაძის ჭიდაობის ნახვამ კი მომავალი ფალავნის პროფესია საბოლოოდ გადაწყვიტა. შემდეგ იყო ქუთაისის პირველი სპორტული გაერთიანება შევარდენი, საიდანაც კოლია ქვარიანმა საოცარი
საჭიდაობით მალევე გაითქვა სახელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. არაერთხელ შერკინებია გოლიათებს და წარმატებებიც ხშირად უზეიმია. Wearing black trunks, Kola Kwariani. მართალია კოლია ქვარიანის სპორტულ სარბიელზე მიღწეული წარმატებებით ბედნიერი იყო, თუმცა მისი ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ სილამაზით სახელგანთქმულ მარი ყუფარაძეზე დაქორწინებულა, თუმცა ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მათი ოჯახი მალევე დაიშალა. სწორედ აქედან იწყება კოლია ქვარიანის ევროპული და ამერიკული თავგადასავალი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ქართველი მოჭიდავის ცხოვრება. დაუდასტურებელი გადმოცემა არსებობს, რომ ახალგაზრდა ფალავანი სტალინს შეხვედრია, რომლისთვისაც საზღვარგარეთ გაშვება უთხოვია. პირობაც მიუცია, რომ სპორტში დახელოვნდებოდა და შემდეგ უკან საქართველოში დაბრუნდებოდა. სტალინს მოსწონებია ახალგაზრდა ფალავანი და წასვლის ნებართვა მიუცია. სწორედ ეს ვიზა გახდა შემდეგ მსოფლიო სპორტული სარბიელისა და დიდი წარმატების დასაწყისი. ზუსტად მაგ დროს 1921-იან წლებში დიდი ცვლილება განიცადა თვითონ ტაქტიკამ, ბრძოლის ტაქტიკამ და როცა ის ამერიკაში ჩამოვიდა, მთავარი მისი მიზანი იყო ის, რომ ძალიან ახლოს გაცნობოდა ამ ახალ ცვლილებებს, ამ ტაქტიკის ახალ ცვლილებებს და დაენერგა ის საქართველოში. თავდაპირველად კოლია იტალიაში ჩავიდა, სადაც ვარჯიშს განაგრძობდა. შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და ოკეანის გაღმა სახელი მალევე გაითქვა. 1928 წელს მან დაამარცხა ამერიკელების კერპი ჟოზეფ ტოცმონდი. მოგვიანებით ძლიერი ფალავანი ბეროკი და მსოფლიოში მახრჩობელად წოდებული ედი ლუისი. საბედისწერო აღმოჩნდა მისი შერკინება ჯონ კლუქსტორთან, რომელმაც მარცხი ვერ მოინელა და კოლია ქვარიანს მარჯვენა თვალში თითებით სამუდამო ტრავმა მიაყენა. ამერიკის შემდეგ წარმატებით მოიარა ევროპის ქვეყნებით, თუმცა ბოლოს ისევ ამერიკაში დაბრუნდა და გამომუშავებული ჰონორარით ნიუ-იორკში სასტუმრო, საჭიდაო დარბაზი და საჭადრაკო კლუბი გახსნა. ცოლად წარმოშობით ბელგიელი და გერმანელი სიდონია ნოვაკი შეირთო, რომელიც ქართველი ფალავნის ერთგული მეუღლე და სულიერი მეგობარი აღმოჩნდა. მიუხედავად ამერიკული წარმატებებისა, მშობლიური ქუთაისის მოგონება და ხსოვნა მის ცხოვრებას მუდამ თანსდევდა. ხანში შესული ფალავანი დარდსა და ნაღველს ყოველთვის ქართველების ნახვით იქარბებდა. აკაკი ბელიაშვილის მოგონებებში ჩვენ ვიცით, რომ მასთან იკრიბებოდნენ ყველა ქართველი და მათ შორის ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ისე არასდროს არ დატოვებდა. ნიუ-იორკს თუ არ მოინახულებდა კოლია ქვარიანს. წლების განმავლობაში კოლია ქვარიანის უსაზღვრო სურვილი სამშობლოში დაბრუნება იყო, თუმცა მაშინდელ საქართველოში ჩამოსვლა ამერიკული და ევროპული წარსულითა და წარმატებებით ალბათ მარტივი არ უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ სამშობლოში დაბრუნება ოცნებად დარჩა და ამერიკაშივე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახლის ქვემოთ 5 პუერტორიკოელი ჩხუბობდნენ და ეჩხუბებოდნენ ერთს. ეს ქართული სული, ეს ქართული მებრძოლის სული, მიუხედავად იმისა, რომ 77 წლის იყო კოლია ქვარიანი, მაგ დროს მის გასაშველებლად გაემართა და აი ეს იყო მისი ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილმა დადო ბეჭდაუდებელი ფალავანი მხოლოდ. დიდი ხნის განმავლობაში მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, თუმცა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა და მკვლევარმა მანუჩარ პირველმა დიდხნიანი ძებნის შემდეგ 2007 წელს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლინდენში როუზ-ჰილის სასაფლაოზე დაკარგულ საფლავს მიაგნო და დღემდე აქტიურად მუშაობს ქართველი სახელოვანი მოჭიდავის ფერფლის სამშობლოსთვის დაბრუნებაზე. როგორც აკაკი ბელიაშვილის მოგონებებში ვკითხულობთ, კოლია ქვარიანის ერთადერთი ანდერძი გარდაცვალების შემდეგ სწორედ მისი ფერფლის მშობლიურ ქუთაისში დაბრუნება ყოფილა. ჩემი სურვილი და ოცნება არის, როცა თბილისის აეროპორტში მისი დაღლილი ცხედარი ჩამოფრინდება, სუხიშვილის ანსამბლი დახვდეს მას და ღირსეულად ისეთი ნანატრი დახვედრა მოუწყოს, რომელსაც იგი დატყმობდა მთელი თავისი ცხოვრება.
დიდი მადლობა ანას ასეთი საინტერესო სიუჟეტისთვის, ასეთი საინტერესო პერსონაჟის წარდგენისთვის და დარწმუნებული ვარ ეს სურვილი მკვლევარს აუცილებლად აუხდება და აეროპორტში აუცილებლად ღირსეულად ავხვდებით. ჩვენი გადაცემა კი დღეს დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თავისუფლება ყველა რეჟიმის ყველა პატიმარს, ყველა მზია ამაღლობელს, ყველა დაჯარიმებულს, უკანონოდ გათავისუფლებულ ყველა ადამიანს, რეპრესირებულს და სოლიდარობა ახალ თეატრს. ვუერთდები ბაჩოს თითოეულ სიტყვას, სოლიდარობა ყველას, ვინც დღეს რეჟიმის მსხვერპლია. ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ დილის 9 საათზე დილის ლაივი ისევ პირდაპირ ეთერში იქნება. ისევ ერთად ვიქნებით. ნახვამდის.